ის ისპეთ ვიდახიდან ნუ იცი დეგენერატო ნუ წამავლე აიუჰუ მიდი დამფოთელი აი ხა დავიწყე I just want to go გაჩუნდი რეალურად დამკიდებ შეჭემისა წამავლე ხელი ფეხი მაგი მოტეხილი რო არ გაგეთ ფეხი რო გაგ მოტეხი ნადაც უნდა მოკიდო კრეტინო კაი всё ცოტა აწიე სახ კამერაში დაგინახო 3 2 1 This is bad I just want to go help I just want to go back please my family help please შეჭიმანელა თქვი ეს ტექსტში ეხა თავიდან კიდევ მომკიდე ხელი მოიწოდე This is bad I just want to go back please my family help To my family კაი I just want to go back ნელა თქვი I just want to go back to my family please back to my შემოვიდე თავიდან არა თუ უნდა მომკიდე აი აწიეს ცოტა ესე რო ქონდეს This is a bad I just want to go back to my family help please მონიკაია ხო ჯეგიდა შენ მოგიყვე Hurts bad. Yes. I just want to go back to my family, please. აი მეტყობა რომ ნახე რა მომბეზე აი მეტყობა რომ წინდმე წარ მცირე მეწამე ვარ რატო აი ფოტოებზე და რაღაცეები businessman მაშასე გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია შენ აკვირდები რომ ყოველ გადაცემაში ყოველ გადაცემაში რომ ხმას უფრო და უფრო უწე მინდა რომ აი გადაგაჭარბო აი გადაგფარო დაგჭდილო ვერ მოხდება ვერასოდე ძალიან მინდა ხობა ვერ მოხდება მაგ რეალობაში ვართ ეხლა რა გააკეთებ ბაჭას ეგ მეგობრებო გადაცემა სარკასტიკა სანამ თან მიდევრობით დავიწყებთ როგორც თქვენ გიყვართ უნდა ვთქვათ რომ ჩვენ გვყავს ახალი სპონსორი ეხლა სერიოზულად და ჩვენი გადაცემის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი ხანგრძლივი ენერგიისათვის და საუკეთესო ინგრედიენტებითა და ევროპული ტექნოლოგიებით შექმნილი წარმოებულია საქართველოში წყალი მარგებელის ქარხანაში და ეს არის ბუღა აბა ჩავა მე ლა 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 რა არის ან მორტყმა არის ახტანგურად ფანტასტიკური რა კაია მოკლედ ბუღაჩს ჩვენთან ერთად და დიდი ხანი ვიწუწუნე რომ მაგიდა არის და მაგიდაც შევსებულია გამაგრილებელი ენერგეტიკული სასმელი წაი გვიდევს რა აბა აკვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაცემა იწერება პოდკასტ პოინტში ეს არის სივრცე სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი როგორც გადაცემები ასევე პოდკასტები და ნებისმიერ თქვენთვის სასურველი ფორმატის რა ვიცი რა ფანტაზიაც გექთ იმის ფორმატის გადაცემები მინატრება ჩვენი მაყურებელი აი სულ მინდა რომ შაბათი იყოს შენ ფული უფრო გიყვარს მე მგონი ვიდრე მეც არა აი რომ ვიგებ რომ აი ის ქათამი უკვე იღლიაში და რო ფრინდება აი მად ყდები აი გადაცემა რო იწყება და თან აი მე ჩემი ფავორიტი ეს ატამი მაინც პოც ატამი არის ჩემი ფავორიტი მე სვარდისფერი მომწონს ძალიან კაია მოკლედ დავიწყოთ გადაცემა გადაცემა სანამ დავიწყებთ. ერთი მითხარი ტორეოს მოქმედება როგორი იყო წინა გადაცემაში? ვაიმე ხალხო. დაერია ღამე ჩენი. მე მივხვდი გუდანის მიმდებარედ. მე მივხვდი თუ ნაზღაიძე რატო არის ესეთი წარმატებული და მოთხოვნადი.
აი ტორეო შევიწყე ურთიერთობა მქონდა და აი ვეღარ ვიშორე. თელი ღამე ვიყავი ხარივით, გეფიცები. რაკაი რაღაცა ყოფილა. ხო და მეგობრებო, ტორეო არის მართლა ფანტასტიკური საშუალება. ორი შეშხაპუნება და ხანგრძლივი ურთიერთობა გარანტირებულია. დავიწყოთ გადაცემა. გლიჯოთ. მოკლედ, შოუ ბიზნესში დიდი ამბებია. რომელი ერთიდან დავიწყო არ ვიცი. ვაიმე რა სიცახი, ხო არ ჩამოიცალა. მოკლედ, პირველი ამბავი, დავიწყო? გლიჯე? მზად ხარ? მე მზად ვარ. მოკლედ, პირველი ამბავი, რომელი დავიწყოთ? კონფლიქტი დავიწყოთ ოჯახის დანგრევით თუ დაბადების დღის დღესასწაულზე ერთი ძალიან ისეთი ფრაზა. რომ მოიცა დავაბოყინე. ისახვალა დააბოყინე რომ დავტოვო. აი, მე ხუნე პატარა ბავშვმა რო იცისხობი, აი, მე ბოყინი ვიცი, აი როგორ იცი, აი, კაი, რომლი დავიწყოთ? მოდი დაიწყე. ოჯახის დანგრევით რთული თემით ნუ დავიწყებ. რაღაცა კონფლიქტი დაიწყე. მოკლედ, შოუ ბიზნესში გავრცელებული ამბით, მარიკა თხელიძემ და ნინი ქარსელაძემ უახლოესმა მეგობრებმა ისე იშხუბეს ერთმანეთში, რომ ერთმანეთის სოციალური ქსელებიდანაც კი, Instagram გვერდებიდანაც კი წაშალეთ. შეგიძლიათ მე იხილოთ, შეამოწმოთ და ნამდვილად ერთმანეთი ყავთ წაშლილი. Instagram-ზე დაბლოკო იცი რა სანიშნავს? როგორც ვიღაცა აი სახლიდან ამბოწერო. ხო, აი დღეს Instagram-ში არის ესე. მოდი დაურეკოთ ეხა ნინი ქარსელაძეს პირველი. და უთხრათ მართალია თუ არა და საერთოდ რატომ უძდის ამ გოგოს მუდმივად კონფლიქტი? ანუ იყო ნანუკა ჟორჟოლიანთან ქონდა ბათუმში კონფლიქტი და იქ ინდონემდე მივიდა მე როგორც ვიცი ჩხუბი ხელით შეხება იყო რომ საპატრულოში გადაიყვანეს ორი. სალომე გოგიაშვილი იყო და აი არ ვიცოფო ნინი ქარსელაძესო და იქ ხოცვა იყო აქაც. ეხა მარიკა თხელიძეს ისე პატარა ისეთი მხერული გოგო ჩანს და როგორ ის არის რა? მოჩხუბარი. მოჩხუბარი და სტატუსი და რაღაც. დამტყმელი ძალა? ხო, საქმის გამრჩევი. დაურეკოთ გადაცემა სარკასტიკიდან, ეს არ იქნება ფარული ზარი და ეხლა მაინც იქნება გვიპასუხოს და გითხრას თუ ესმის. აბა. ალო. ნინი გამარჯობა, გიორგი ნაზღაიძე და თამაზა გირეკავთ გადაცემა სარკასტიკიდან, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად თქვენ? კარგად, მადლობა. ესე იგი, ახალი ამბავი გავრცელდა ესეთი ჭორი, გვაინტერესებს ამ ჭორის გადამოწმება ეხლა რა? შენ და მარიკა თხელიძეს შორის მოხდა ისეთი დაპირისპირება და უთანხმოება, რომ თქვენ ერთმანეთი Instagram-დან წაშალეთ. გავსი, არაფერი არ მომხდარა, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ჩხუბი. მე ზოგადად ასე კი რაც ემატება ადამიანს, მე მგონი ცოტა სხვა იმაში გადადიხარ, რომ არავისთან ჩხუბი არ არის აუცილებელი, რაღაც შეგიძლია რომ გაატარო და დაზოდო შენი ენერგიები. მაგრამ სიმართლეა ის, რომ აღარ მეგობრობთ. ბატონო? სიმართლეა ის, რომ აღარ მეგობრობთ. აღარ გვაქვს კონტაქტი, აღარ მეგობრობთ, ცოტა ისეთი ნათქვამია. აი მე თამაზაც ძალიან აინტერესებს რა მოხდა. რა მოხდა? თამაზა ისეთი საყვარელია და ინდეს გიყურებთ. ხო და კაი დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, რა მოხდა ეხლა? ესე იგი, ჩვენ ქონდა ერთი უთანხმოება ნანუკა ჟორჟოლიანთან, ხო ეგრეა? ეს ტყუილია, მე და ნანუკას არანაირი უთანხმოება არ გვქონდა. ეს ტყუილია, ეს ბათუმში რომ ისეთი ეს ტყუილია ძალიან დიდი. შეგიძლიათ ნანუკასთანაც გადაამოწმოთ. კარგი, მაშინ სალომე გოგიაშვილთან დაპირისპირებაზე გითხარი, ჩვენ გადაცემაში იყო და მეო ნინი ქარსელაძე საერთოდ არ ვიცი ვინ. მთელი საქართველოს გისწორთ და ადამიანი ამ ქვეყანაში ვინ ჩემი სახელი და გვარი არის. მე საერთოდ ვიცი რომ თქვენ მეგობრობდით. საერთოდ არსებობს ეგეთი ადამიანი, ვინ ჩემი სახელი და გვარი არის. იცი როგორ მიხარია? არა, მე რა ვიცი, დაბადებიდან პოპულარული ხარ და ხო და როგორ მიხარია? იცი თუ ვინმე არსებობს, ვინც არ იცის ჩემი სახელი და გვარი. და შენ და სალომე გოგიაშვილს შორის რა მოხდა? მოდი მაგაზე კომენტარს არ ვაკეთებ რა. არ ჯობია შენ მოყვევი და ჩვენ ახლა ვიჭორავთ აქ სისულელეები. ანუ რამდენი წინა ვიჭორავეთ, მაგრამ მე არ გაგო ჩვენ ხო იცი რა გავუკეთე, ჩვენზე რო თქვა რომ არ ვისტუმბო და არც გამიგიო. ფოტო ამოვუნათეთ ბიმანთან ჩახუტებულები როსკეთ ხარ. მაგის მერე თქვენი ფანი გავხდითო, გეუნები. კაი, მარიკა თხელიძეს ფოტოს მერე გავხდით თქვენი ფანი. მითხარი, მარიკა თხელიძესთან რა ხდება? მაშინ რატომ მოგი? არაფერი არ მომხდარა, აი ხათუნას ჯანმრთელობას გეფიცები და თუ რამე მოხდა, უბრალოდ მე არ ვიცი. Instagram-დან რატო წაშალე მაშინ?
მე არ წამიშლია და არ ვიცი, მაგას გიხსნი. ხათუნას ჯანმრთელობა დავიფიცე, რომელიც მარიკა თხელიძის ამბავი. მარიკამ წაგშალა ესე იგი და ანუ ისეთი მე მგონი მარიკასთან უნდა გადაამოწმო. კი. იმიტომ მე არ ვიცი, მართლა. ოკეი, ნინი მადლობა ზარისათვის რომ გვიპასუხე. გავარკვეთ ნინი ქარცელაძესთან ის რომ სალომესთან მართლა არის ამბავი. ეს გოგოც განაწყენებული ჩანს, ისე უცბად დაბლოკეს რომ ვერც ამოვანაცოთ კიდე სალომე გოგიაშვილი და ნინი ქარცელაძის ფოტო გვაქვს, რაც დავეძებთ. და მაგრამ მარიკა თხელიძესთანაც ნამდვილი ამბავი. ეხა დაურეკოთ მარიკა თხელიძეს. საშიში ხალია, მაგასთან ესე ხუმრობა ხო იცი არა შეიძლება ჩაკუჭებით თავი გავგიყეთქოთ. ეხა დაიწყო მუშაობა და არ უნდა მე მგონი სამსახურის დაკარგვა და თავს შეიკავებს ზედმეტი რაღაცა ქცევებისაგან. ვურეკავთ მარიკა თხელიძეს, ნინი ქარცელაძემ დაადასტურა ის რომ ისინი აღარ მეგობრობენ. ამ მკვდარ შოუ ბიზნესში ის რა ცივილკიბილია, როდის გადაწყვიტეს. მარიკა, გამარჯობა, გიორგი ვარ ნაზღაიძე და თამაზა პრაიმიდან გირეკავთ, სარკასტიკი და როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად. ესე იგი, ჭორებს ვამოწმებთ ახლა რა და გავრცელებული ამბით, შენ და ნინი ქარცელაძე აღარ მეგობრობთ და ინსტაგრამიდან წაგიშლიათ ერთმანეთი. ნინი ქარცელაძეს ჩვენ ველაპარაკეთ. ნინი თქვა, რომ კიო, ნამდვილად ჩვენი გზები გაიყო, თუმცა ინსტაგრამიდან რომ მე არ წამიშლიაოდოთ მარიკასთან გადაამოწმეთო. კომენტარი უნდა გავაკეთო. რა მოხდა თქვენ შორის? არა, რა მოხდა ამაზე ვერ ვისაუბრებ. არავისთან არ ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგადად შეიძლება ადამიანები მეგობრები აღარ იყვნენ, მაგრამ ანუ აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი იმ ყველაფერს, რაც იყო იმ ურთიერთობას და აქედან გამომდინარე მე თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ რამე დეტალებში შევიდე. და ვიწაშალა, შენ წაშალეთ ის იძახით რომ მე არ წამიშლიაო მარიკას კითხეთ. ამან თუ დაბლოკა აწუხებდა რომ ხედავდა. ეგ ძალიან დიდი წყენა აქვს. ამან თუ დაბლოკაო, ესე იგი ძალიან აწუხებდაო, დიდი წყენა აქვს. ქარცელაძე ხო გულაობდა ახლა ბათუმები, მანქანები რაღაცა და აი ეგრე აგიდა და წაუბლოკა. ხო და ვინ წაშალეთ? შენ წაშალეთ თუ იმან წაგშალა? არა, არ გინდა ამაზე საუბარი, აი მე გთხოვთ ძალიან. რა მნიშვნელობა აქვს ხა ვინ წაშალა და როგორ მოხდა? უბრალოდ ხო აღარ მეგობრობთ და ისე შენ აკონფლიქტური ადამიანი ხარ. მე შენთან კონფლიქტი არ გამიგია. მე არც იყო მის კონფლიქტი არ გამიგია. მე ვცდილობ რომ ზოგადად არა ის რაღაც ისე გამომდის ახლა სიტყვის ნინი არის კონფლიქტური და მე არა კონფლიქტური, მაგრამ მე ზოგადად ვცდილობ რომ ნაკლებად ვიყო ადამიანთან კონფლიქტში. იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთხელ მოვდივართ მე მგონი და ყველანაირად უნდა ვეცადოთ ხოლმე რომ ნაკლებად ვიყოთ კონფლიქტში. თუმცა იმას ადასტურებ რომ თქვენ უკვე აღარ მეგობრობთ. აღარ მეგობრობთ კი, ამას ვადასტურებ. ძალიან დიდი მადლობა. აბა, წარმატებული და ბედნიერი საღამო. კარგად. კარგად. რა მოხდა? გავარკვიეთ პრინციპში ამ ხიხი ხახაში. ორი ჭორი კანას ხედავთ ხახახა. ანუ მე რაზე ვგიჟდები, იცი? აი სატელევიზიო გადაცემებში ჯერ უთანხმდებიან სტუმარს, მერე ძლივს მოყავთ, მერე იქ უთანხმდებიან რა უნდა კითხონ, ან გამოვა ან არა. ჩვენ გაუსვლელად ხიხი ხახა ყველაფერი გავიგეთ. რაღაცა სერიოზული მოხდა. ვერ მოხდებოდა პირადი ურთიერთობით, ანუ ბიჭი გასაყოფი მაგათ არ ყავთ, იმიტომ მარიკას თავის ოჯახი ყავს, ნინის შეყვარებული ყავს, როგორც ვიცით. მაგრამ ნენელა გავიგებთ მე მგონი რაღაცა ერთმანეთზე იჭორავეს და მე ეს არის პირველი ამბავი. მე ფიქრობ რომ რაღაც ამ თემას უნდა ჩავურღმავდეთ და მაინც უნდა გავაშუქოთ რა მოხდა. ხო და იცი რა ყველაზე უკეთესი რომ ვამელისი და ლიოს ორივე მხარე. მარიკას მეგონი მიღებული აქვს, ისე მშვიდად საუბრობდა და ნინის რომ ორივეს ვამელისი მიღებული აქვს, რომ დამშვიდებულები არიან რა. შენ ისე ზარებზე გადადიხარ. გადავიდეთ შემდეგ ზარზე? აი ახლა კი ვაიმე, იცი რა არის, რომ იტყვი მაშინ გადავიგდებ მაშინ მიშო რომ ისეთ ამბავს იძახი რომ აი გავამზადებ ხალხო. გავრცელებული ამბით დალევ მე დალეული მაქვს. შენ დალე. გავრცელებული ამბით მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე დაშორდა თავის მეუღლეს. აიმე. დიდწლიანი ურთიერთობა რატომ დასრულდა და საერთოდ დასრულდა თუ რა, გავრცელებული ამბავია ესეთია, დაურეკოთ ახლა დალი ჩიტალაძეს და გავარკვიოთ მართალია თუ არა რომ ის თავის მეუღლეს დაშორდა. მე კიდე ახალი ჭორიც გავიგე. რა? ხო გაშორდა და თუ ვერაზე რო აქვს ის ძალიან მაგარი სახლი. იმასაც ყიდის მე მგონი. უი, სახსაც ყიდის? აბა. ქვეყნიდან ხო არ მიდის? შეიძლება. დაურეკოთ აბა დალის. რამდენი წუთში მამშვიდეებს 1-20 წუთი უნდა ხო? სადღაც 15-20 წუთი სჭირდება. დალი გამარჯობა, გიორგი ნაზღაიძე და თამაზა გირეკავთ გადაცემა სარკასტიკიდან. რას გადამეკი? როგორ ახარ? ყველაზე რეიტინგული ხალი ეგ არის. რეიტინგული და მოდური და ლამაზი კალი შენ ხარ დაბახა, ვერ გავიგე. რა?
რა მითხარი იცი? ესეთი ჭორი გარცელდა. ო, გაინტერესებს შეგამ და გადავალ. მეუღლეს დაშვებდაო. არა, კაცო. ვინ მოიტანა ეს ჭორი? ვიღაცა მოსაკლავია. შიდა სივიდან წრიდან გიფრსელებენ, ესე იგი ეგ ცუც ჭორებს. ნამდვილად, ჩაგვერთა შეიძლება. როგორ შეიძლება მოთერი კარკაჩაში. ფილმის ამბავი. ვინის ამბავი რა? ბინას იცვლისო. ყიდის და ახალი უნდა იყიდოსო. ყიდისო და ახალი უნდა იყიდოსო, ვერის ბინას ყიდისო და ახალ ყიდულობსო. იგი ხო მინდა საკუთარი სახლი და იყიდოს. ესე კერძო სახში გინდა გადასვლა. კი ბატონო, ხო, მეტყობა ასაკი ხო იცი როგორ გებადება. არ შენ ასაკი არ გეტყობა, ეხლა ნუ იგონებ მაგას. ქალბატონო დალი რა ფაში ყიდით რომ ჩვენი გადაცემას დაგეხმარებათ იქნება და იცი, ისეთი სახლი აქვს ვერაზე, რომ გონია რომ იაფი ფასი არის. ძალიან მომწონს, ჯერ მარტო რა მაგარი ხედი აქვს, აი აივნიდან იმენა შოქში ვარ. დალი, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიპასუხეთ, გადავამოწმეთ ეს ჭორიც. აბა, დახვამთ. ველა სოფელში უნდა წამოსვლა ნასო თელს ნაღებს საზოგადოებას. სოფელი არ უთქვამს, ანუ კერძო სახლი მინდა. სოფელი არა, კერძო სახლი არ ნიშნავს სოფელს. ანუ წყნეთში შეიძლება უნდა, ბაგებში შეიძლება უნდა, რა ვიცი, კიკე მილიონა, ანუ სოფელში არ უთქვამს გალს თქო. მაგრამ იცი რა არის, ეს ჭორი მაინც ისეთია. ძალიან გავრცელებულია ხმის დაშორების ამბავი. შენ დაადები მაგას და არა, მარტო და მე მეუბნები ადამიანს რომ არა დალია, რა სიბერე, რა ისა და ალბათონო დალიო. შენ რასაც იცღარი ლაპარაკი იცი, აი ისე სიტკისკიში შეეხიტყები, რომ აი თქმართ გაჟორდით, ხო აი. აბა როგორ უნდა უთხრა, ხო არ მიგლოვი, დეგენერატო შენა. ეხა მიხაუში არ მიიღე, ჭაგუჯერ ჭაგა. კაი, ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი, კაფელ მეტლახი, კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო და სამშენებლო მასალები. მიჰაუსში ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლისათვის. ასევე ჩვენი სპონსორია სანდომი, ეხა არის ნაზღობ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი და აი ამათი კრეკერები იმენა მისწრება არის რა. ჩახტე, დაიდგი ბუღა დაიდგი სანდომის კრეკერი და იგრია. 20-ის გააფუილე და ეს სასიამოვნო საღამო მოიწყე. კაი, მოკლედ, მესამე ამბავი შოუ ბიზნესის და ამი დავასრულოთ შოუ ბიზნესის ამბები, არის რომ გავრცელებული ამბით, ნანი ბრეგვაძის რძალმა, გავრცელებული ამბით რა ფაქტებიც არის ვიდეოსაც ამოვანათეთ, გადაიხადა გრანდიოზული დაბადების დღე მინდორში, აი თავის თაობაში, აი როგორ ხდება ხოლმე? მოძრაობა ბასა იქ თავის რაღაც ფერადი. აკარჯი აი გრიალებდნენ რა. მაგრამ აგრა გრიალებდნენ რა. და დათო გომართელი იყო ამ საღამოზე როგორც მომღერალი, ასევე თამადა იყო და ასე შემდეგ და დათო გომართელმა განაცხადა ესეთი ფრაზა. ყველა ლამაზი ქალი იმყოფება ამ წვეულებაზეო. რუსთაველზე რომ გაიარო, ლამაზ ქალს ვეღარ ნახავ. ალბათ ხვდები ახლა. აბა ეხლა შენ მაგას გაუშვებ და როგორ თვითონ არ ეთქვა? და იცი კიდე რაზე მეცინება რომ აი ამდენი საყვარელი ადამიანი იყო რამეს რომ გამოიჭერენ ეგრევე აი ჩვენთან ყოიგე მოდის რა ინფორმაციები. ეხლა დაურეკოთ დათოს როგორც ჟურნალისტმა. რუსთაველზე შეკრებილი ლამაზ ქალები და გელოდები თქო. არა უთხრათ საიდანაც არ როგორც არის. დათო მინდოდა დათო გამარჯობა, ჩვენ გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ, გაწუხებთ. ესეთი ამბავი იყო გავრცელებული, თქვენ ფუფა გოგლიძის დაბადების დღეზე იყავით დაპატიჟებული, როგორც ვიდეო მასალებში არის, მღეროდით, ზეკვადით, ერთობოდით და მოგეთ ქალების ნაწილი ყოფილა აღშფოთებული თქვენი განცხადებით, რომ ესე გითქვამთ იმ სუფრაზე, ერთ-ერთ თორში ნახეს, რომ ყველა ლამაზი ქალიო, აი აქ არისო, თავშეყრილიო და რუსთაველზე რო გაიარო, ერთ ლამაზ ქალს ვერ ნახავო. როგორ? გაგიტიშა. შეიძლება ნასამი იყო ბიჭო. ნასამზე თქვა. დავით გაიტიშა. მედი არ გამიტიშეთ და გაიტიშა. კაი, ანუ ჩემი ნათქვამი რაც იყო რეალობა არის. თუმცა ბატონო დავით გომართელო გაიარეთ ქალაქში იმდენი ლამაზი, ბუნებრივად ლამაზი ქალი დადის ქუჩებში, არა ბოტოქსით, არა ოქრო ძაფებით, არა რაღაცა ძვირადღირებული სამოსით და ასე შემდეგ, მოგვიანებით გადმოგირეკავ თუ ანუ
კარგად მორეკავს. ეხლა არკოს ვინ გამოიტანე? და მოკლედ ბატონო დავით, იმ წვეულებაზე კი არ იყვნენ ლამაზი ქალები, ყველაზე არ ვიძახი, თუმცა ქარეთ ქალაქში დადიან ბუნებრივად ლამაზი ქალები. არა გაკეთებულები, არა აწეულები, არა გადაჩიმულები და ასე შემდეგ თქვენგან არ მოველოდი. ამას თან თუნდაც ქალებს უყვართ დათო გობართელი. კი, რატო თქვა? გატეხილი ბული მე ხავს მაინც- ვეღარ გაუმთელეთ თქვენი სიმღერით. მე მაინც ფიქრობ რომ ნასვამი იყო და ნასვამზე და ნასვამი რა. ნუ რა ვიცი, ნასვამი მართალი კაციო იძახიან და რა ვიცი. გადი ისე არ ხარცო. არჩევნებზე რომ მითისე. ნასვამია, გაატარეთ ისე კატაკატ. გაატარეთ. ხო, წადი დამლა. წაიყვანეთ ესა, კაცო, წაიყვანეთ ესა, წაიყვანეთ. წაიყვანი მოშორი. წადი ახლა. მოკლედ შოუ ბიზნესში ძალიან დიდი ამბები ტრიალებს იქ როგორც გარეთ დაცხა, ამ კუდარ შოუ ბიზნესშიც დაცხა. ეხლა ნუ ჩვენ გადავამოწმე ჭორები და მგონია რომ ხალხმა უნდა მიიღოთ თავად შეფასება ხალხმა გააკეთოს. მე იცი აი როგორ მაქსიმალურად ვცდილობ რომ შოუ ბიზნესთან დავახლოვდე. რა გიდა ხო გაახლოვებ, ყოველ იმაზე გაახლოვებ. არა, აი რაღაცა სხვანაირად მინდა რა და აი რა გემრიელია ბუღა. მოგწევს ხო? ძალიან კაია. ის რა ქვია ხა აი მაგალითად სულ გადავხედე რა შოუ ბიზნესის ხალხი ვინც არიან და სულ ყველა რაღაც ისეთ რაღაცებს აკეთებს რომ ჩემთვის უცხო იყო აი მაგალითად იაფარულავა რაღაც წამლებს ასვავს. რო ახალგაზრდა იყო. გაახალგაზრდავდეს ხო ის ჩაცმა იქ ციგნების კითხვა დავიწყე რაღაცა ისეს და ამ ძებნაში ინოვაციური რაღაცა აღმოაჩინე. ეხა გცემ რამე სისულელი არ თქვა. ეხლა ოღონდ ამ ეხლა სერიოზულად ისახენი. შენ დასცინი ჩემ ნიუსებს ხომ აღარ. კაი, მიდი, ეს ქართველმა ხალხმა არ იცის. თურმე აი შოქში ჩავარდი არ დავიჯერე თავიდან რა ვთარგმნე და მე და Google-ში ჩავწერე რომ თქვენი შენ ჩაწერი არ გიგონოს რომ ვიტყვები ხო იცი მე უთყვარ ინფორმაციას აქ არ გამოვიტან თურმე ადამიანის ჯანმრთელობაზე სილამაზეზე აზროვნებაზე ზოგადად აი რესტარტს უკეთებს მთელს ორგანიზმს რა არის თურმე ადამიანის ყვილის სუნი მე მეგონა რომ არ არის სასაცილო მე მართლა აი ანუ შენ აი ხო გითხარი ეგ თემა არ მოიტანო ხო გითხარი ანუ მე აი ყურე ეს ამბავი აი ხალხს აი მოვუწოდებ ჩვენს გადაცემიდან ჩაწერეთ რომ ყვილის სუნი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა კითხვის შენ და Google ეგრევე წაუკითხავს და გამოვტოს თურმე ყვილის ის სუნში იმდენი მინერალებია გეხვეწები რა ჩვენს მემონტაჟეს რომ აი აქ გამომიტანო ის გაშალოთ თლიანი სტატია და ამ ეხა გეტყვი თურმე არსებობენ ადამიანები რომლებსაც ეს ყვილი აქვთ ჭარბად და ზოგ საერთოდ გამოყოფს ყვილს გაიგე და ევროპაში ადამიანებს ვისაც თქვათ ვერაკუებენ და არა აქვს ის სიამოვნება დიდი ხანი უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე ამომწურავ ინფორმაცია მივწევ მე ძალიან ჩავურღმავდი თურმე მეგობარი უგროვებს ყვილს ქოთანი კეფიცები ბიჭო მართლა გეუბნები მე რო არ მქონდეს ვერ ვაკუებდე და შენ რო შენი ყვილი მომიგროვო ქოთანი და მომიტანო აი შოქში ჩავარდი აი ხა მე ვარ შენთვის მართლა მე ვცდილობ რომ რაღაცნაირად შენ დაგაყენო სწორ გზაზე ანუ მე ვცდილობ ყველანაირად დაგეხმარო ეს თემაც რომ მოქონდა გითხარი ეს თემა არ მოიტანო არა გითხარი მე შენ ეს თემა არ მოიტანო არის საზღვრობა თემა ინოვაციური რაღაცები ერთი წუთი დამნერები მიშლი ახლა აჰა ეს სტატია ხო გავადა თელი ყველა ხო შევლენ აჰა მიდი აბა აი ვიცოდი რომ ამ კრეტინობა თემასა მოიტანდი შე დეგენერატო შენა გაგრას ესეთი ქოთანი აქვს ერთ-ერთი ამერიკელი გოგო არის ესე უგროვებს ქოთანში ყვილს თავის მეგობარს დეგენერატო სერიოზულად მიიღე საღადაო არ არის აი ნახე და იოგის დროს თუ ჩააყვე უკეთესია აი ამას ეს ამანი თახმათუნა ჩაისუნ კაიმე გაეტრიე თანი გაცი სერ გათიშე არა აქ მე გაგრძელება აქ ჩაკუება ძალიან მარტივიაო მაგრამ ზემოდან თავის მოკურა ზემოდან ძართული ანუ უცბად უნდა მოაკრა რომ არ ამოქრეს პირდაპირ დაგაკუო
კარგი ფიქრია მაგაზე, რომ არ მოგიტანო ბოთლი და ქილები და არა, შეიძლება ეგეც აკეთებ, მაგრამ ხანდახან ხوارს უგინო რომ გამოიზოგო, არა? გაეთრიე რა. მორჩი? დაასრულე? აუ, მიყვარს ესეთი თემები. გეხვეწებით ხალხო, ყველამ და Google-ში შედი და ჩაწერეთ. არა, ყველამ ამ გადაცემას რო უყურებთ, ხო? აი 10 საათზე ორშაბათზე ამ მომენტში დაწერეთ YouTube-ში თქვენი კომენტარები. ანუ ამ ყველაფერზე, აი რაც ეხლა მოიტანა. უნდა YouTube-ზე გამახსენდა მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ 60% ჩვენი გამომწერი არ ხართ, ვინც უყურებთ აქტიურად ჩვენ გადაცემას. ჩვენი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ გადაცემა Sarcastic-ის YouTube არხი გამოიწეროთ, რომელიც ამონაცდება აი აქ. ასევე ისაც ვთქვათ, რომ ჩვენი გამომწერებისთვის როგორი მაგარი ამბავი გვაქვს, მოჩი ახლა გაკვებას თუ კი დაგაკ. გაყვებაზე ხმას არ ვიღებ. თუ ჩვენი გვერდები გექნებათ გამოწერილი, ასევე ჩვენი სპონსორი გიორგი პარიზის გვერდები 28-ში გვაქვს გათამაშება და იღბლიანი ადამიანი, ვინც დაწერს მითითებულ იმაზე, რა ქვია, პოსტზე კომენტარს მონიშნავს მეგობარს და რენდომ ამოვა მის სახელი და გვარი, გაემგზავრება თავის მეგობართან ერთად საფრანგეთში დასასვენებლად, რომელსაც უზრუნველყოფს გიორგი მე პარიზის მგონია რომ ვამელის ისე კომპანია. დაგიმშვიდა ცხოვრება, რომ ისეთი თემები მოგაქ, რაც ჭყვიდან შემხის მერე მე და მე ზოგადად ძალიან მე ალბათ უფრო ინოვაციური დიდი დოზით რაღაცეები. უნდა მივიღო. გაჩვენდი. მოკლედ, გადავდივართ ზარებზე. არ ვარგა. გადავდივართ. ზარებზე. გადავდივართ. მიდი, არა, დგმაყვირებ. კაი, 3 2 1. გადავდივართ. ზარებზე. გადავდივართ ზარებზე. აუ, რა ცუდი ხმა მაგ, აი მინდა რაღაცა, აი კაი ხმა მქონდეს და ზარებზე გადავდივარ. იმიტომ ვერ აკუებ, აი უკინდა გამოგდის ხმა ჩვეულებრივად. აი მე უკინდა ეს ლაპარაკობ ჩვეულებრივად. კაი, გადავედი ზარებზე, რაც ყველაზე მეტად ალბათ გიყვართ თუ არ ვიცი, ყველას რაღაცა უყვარს სხვადასხვა რა. ზოგიც თუ მიყოლებით შეუძლია რომ აი 10-ჯერ 20-ჯერ გააკუოს. გაჩერდი. კაი ხმაც ახლა. რა გარყვნილიღა, საძის ღარი ხარ ხანდახან, ფუ, ვერ გამოგზარდე რა. კაი, გადავედი ზარებზე და პირველი ზარი იქნება მომღერალ სტეფანე ღებრიშვილთან. სტეფანესთან ეს ახალი კლიპი ჩაწერეს რაღაცა, მოდი ჩემთან შენ თუ რაღაცა და მოკლედ ძალიან აქტიურად არის ამ ყველაფერზე ჩართული. ისა ეს ხა ვიტყვი ყულის, თურმე ზოგიერთი ადამიანის ყული შეიცავს გოგირს და შუქანთემულში ვერ აჭდება უნიტაზზე. ეგაც წამოვიკითხე. მორჩი. აჰა, ხმას არ მიღებ. კაი, დაურეკოთ. გააკვებ და პეთქდები. გაჩუმდი! გცემ, აი ღირსი ხარ, ყველა დაწერს რომ ღირსი ხარ, რო გცემ. იცი, აი ცა ვიტყვი და ვსო. ისე აი წარმოვიდგინე, თუ არსებობს აი რამდენი კვილი არსებობს. ნუ გამიფუჭე, გადაცემა იდიოტო შენა. დამალურჯა. მოკლედ ურეკავთ სტეფანე ღებრიშვილს და ის ცხოვრობს კერძო სახლში, არ ვიტყვით ტერიტორიულ, პრინციპში თქვა, ალაბარში ცხოვრობს კერძო სახლში. მის გარშემო კორპუსებია სულ აშენებული და ძალიან აღშფოთებულია სტეფანე და ვუთხრათ ის რომ ახალი ავლაბრის განახლებულ სივრცეში მისი სახლი ამახინჯებს იმ ტერიტორიას და უნდა დავანგრიოთ. ურეკავთ სტეფანე ღებრიშვილს. პოცი წაბა ფუილო სანამ გიპასუხა. ისე ღირსი ხარ მიხაუსთან ჩაკუჩი მქონდეს მოტა ჩაკცხო თავში ავეჯი დაგცე თავში და ყველაფერი ნეტა მიხაუსმა შემოიტანოს ისეთი უნიტაზები რომ კოილი საათალკებებ გაჩერდიბეთ გცებ ახლა ალო სტეფანე მინდოდა ისმენთ სტეფანე გამარჯობა ჩვენ გირეკავთ ახალი ავლაბრის განვითარების ფონდიდან თუ მოსულან ჩვენი თანამშრომლები თუ არავინ არ მოსულა ჯერ იცანი შემოსაყვარელო აი რა მოიცი ყურები როგორც საჭირო ვაი მე რამხელა ტექსტი მქონდა მოფიქრებული რომ შენი სახლი უნდა დავანგრიო ვინ არის ეს ნაგლი რო რეკავს ორ ჯერზე არა ეს რა გაქვთ ეს შოუ ბიზნესის წევრებს აი ტელეფონს არ პასუხობთ იქნება დამკვეთი ვარ რაღაცა მინდა სიმღერები რაღაც მენეჯერი მყავს შემოძვირფასო და შეგიძლია იმას დაუკავშირდეთ გეხვეწებ მენეჯერი თუ შენ გვერდში არა შენ მითხარი და რამეზე გავეღადავებით შენ მენეჯერს არა არ გინდა გეხვეწები რა გეხვეწები გავერთობოდით ძალიან მიდი მითხარი მიდი 598 მერე სახელი ია კაი всё მადლობა შენ გაიხარე აი მოკლედ სტეფანე მოგცა მენეჯერი იას ნომერი რომელსაც უნდა გავეხუმრო და რაზე გავეხუმროთ ახლა კლიპი უნდა წაშალონ სასწრაფოდ კი და ვრეკავთ საიდან
სოციალური მართვის დეპარტამენტიდან, სოციალური ქსელების მართვის დეპარტამენტიდან. ვურეკავთ სტეფანე მღერბიშვილის მენეჯერს, იას და ვეუბნებით, რომ კლიპი უნდა წაშალონ. ალო? ისმენთ? ია მინდოდა? ია ვარ. ია, სოციალური ქსელების დეპარტამენტიდან გაწუხებთ. თუ დაგვიკავშირდა ჩვენი თანამშრომელი. არა, არ დამკავშირებია არავინ. მოკლედ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სტეფანეს ახალი სიმღერა დუეტში, რომელიც შეასრულა, ეს სოციალური ქსელებიდან უნდა გაქრეს დღესვე. და რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება? გადაწყვეტილება მიღებულია იმ ცენზურის, რომელიც არ დაიცავით საქართველოს ახალი კანონმდებლობით. და კარგად გადავცემ სტეფანეს, მე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, გადავცემ აუცილებლად. არა, უნდა წაშალოთ ეხლავე, რომ გადასცემთ რა. არა, ეხლავე როგორ წავშლი, მე როგორ უნდა წავშალო ეს? თქვენ მენეჯერი ბრძანდებით? დიახ, მენეჯერი ვარ, მაგრამ მე დაბა რას აკეთებთ მენეჯერი, უნდა ადგე და წაშალოთ. სამწუხაროდ მე ვერ წავშლი და ვერ გავაკეთებ მსგავს რაღაცას, ძალიან დიდი პოტიში გადავცემ აუცილებლად. ჯარიმა დაკისრებული გაქვთ ამ კლიპის გამო, რომ იცოდეთ 10,000 ლარი. კი ბატონო, კარგით გადავცემ აუცილებლად. და რამდენ ხანში დაგიკავშირდეთ? მე თვითონ დაგიკავშირდებით. გელოდებით. კარგით. ხა სტეფანი გააფრთხილე რომ არ უთხრას. გეხვეწებ ისე მე ვარ ველაპარაკეთ და დაგირეკავს ახლა და უთხარი რომ როგორც გინდა მოაგვარე ეგ საქმე ია. მე უთხარი კლიპი წაშალეთ მეთქი ახალი სოციალური ქსელების დაცვის დეპარტამენტიდან გირეკავთ მეთქი და ცენზურა არა გაქვთ დაცული კლიპში და წაშალეთ. და რა გითხრა? მე ვერ წავშლიო ამასო სტეფანეს უნდა დაურეკო და გეხვეწები რომ დაგირეკავს უთხარი რომ შენ მოაგვარე როგორც გინდა რაღაცა ისეთი დაგირეკაო. აუ რა კაია რო არ გეზარებათ აი ამას. ძიძი მოკითხვა, თბილი მოკითხვა ორივეს გაგვიწევს. ვიყვარ ხარ, ოღონდ არ გაქვთ თქვა გეხვეწებით უნდა დაგვირეკოს. მიდი, კაი, მიდი, კაი. კაი. ეხლა შემდეგი თემა, სანამ სტეფანეს მენეჯერი დაგვირეკავს, არის მითხარი სტეფანეს საიდანაც მირეკავდით, რადგან ისეთი შეხვედრაზე ვიყავი, რომ ძალიან ავღელდი და რომ არ მენერვიულა ჩაგვიშვა სტეფანემ. ესე იგი მითხრა სტეფანემ საიდანაც მირეკავდით, რადგან ისეთ შეხვედრაზე ვიყავი, რომ ძალიან ავღელდი და რომ არ მენერვიულა მითხრა. დაურეკე ვაფშე რა გიტყვის. მაგრამ შედიხ მაქონდა. ალო. რამტო აღელვდით ვერ გა? არა, ნუ ახლა უცბად ძალიან ისეთი განცხადებით დამირეკეთ, რომ ცოტა ამაღელვებელი იყო და უცბად ძალიან ვინერვიულე მოკლედ გამოფრთხილე. როცა ბევრი ნახობი აქვს თაშლა რთულია, არა? არა, სტეფანე პროსტა როგორ გაჩაგვიშვა, ვერ გავიგე. არა, ხო, იმიტომ რომ იცოდა რომ ძალიან ვინერვიულებდი და არ გამიმეტა ეგრე სანდერვიულოს და და სტეფანე მოემზადოს ნერვიულობას გადაეცა. შემდეგ გადაცემაში მისი ფოტო იქნება შიშველი ლეპტოპზე გაკრული. всё, გადაწყვეტილია დაისაჯა სტეფანე. კოცნი, მადლობა ზარისათვის. კარგად. სტეფანე. ლეპტოპზე ვაკრავთ მართლა. რა ქვეშ სტეფანეს. დიახაც ზუსტად. ვურეკავთ მაია მიქაცაძეს, ექიმი რადიოლოგი. მაია, გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, რომელი ხარ? მე თქვენი პაციენტი ვარ, ახლა გადამიყვანეთ რეანიმაციაში. თქვენთან ვიყავი მოსული მენჯი მქონდა მოტეხილი და რო გამიშუქეთ არ მითხარით დისკო მქონია ამოვარდნილი და რატომ მომეკეცით ასე? როგორ მქონიათ დისკის ამოვარდნილობას რენტგენზე ვერ უნახავდი ქალბატონო. თქვენ მითხარით რომ ყველაფერი ხუთიანზე იყო, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ ახლა. ერთი წუთით დამშვიდით დისკის ამოვარდნილობას რენტგენოლოგიურად, ფიზიკურად ვერ არა, თქვენ რა დანიშნულებად ჩაწერეთ, იქ მითხრეს რომ არასწორიაო. სახელი და გვარი მითხარით თქვენი? ვალერი მქვია. როგორ? ვალერი. ვალერი? ხო. გვარი? გეგეჭკორი. როდის გადაიღეთ? 2 კვირის წინ. რა ვქნა ახლა ამათ რა ვუთხრა? ერთი წამი მადროვეთ. იქ გადამიღეთ თემქაზე. გეგეჭკორი ვალერი? კი. რა გადაიღეთ რა კვლევა?
არ ვიცი, მაგას მე რატომ მეკითხები, თქვენ გადამიღეთ. ნახო, რა კვლევა გააკეთეთ, რომ შევამოწმო, რაზე მესაუბრებით, ხო უნდა ვიცოდე. აი, მეჯთან მქონდა გაბზარული და რაღაცა, რავი, დისკოვო თუ რაღაცა მითხარით, აღარ მახსოვს. გეგეჭკორი თუ ჩუ? გეგეჭკორი. აი მე იცი, თქვენთან ხوار უნდა წამოვიდე ისევ. ვეღარ გავიგი ამათაც გადამრიეს, არ ვიცი რა. სათხართ რომელ კლინიკაში? ჯერი სასტრაფოს მანქანაში ვარ. მე საერთოდ ვერ ვნახულობ თქვენს კვლევას ვერაფერს და შეგიძლიათ SMS-ით სახელი გვარდა პირადი ნომერი მომწეროთ? აი მე ისეთ მდგომარეობაში ვარ, აი რაღაცა ჩამასხეს თვალებში. ვერ ვიხედებოდი წნევად და მივარდა. ვუთხრა რომ თქვენთან მომიყვანონ? არა, მე რენტგენოლოგი ვარ, ჩემთან რომ მოგიყვანოთ, მე რა უნდა გიშველოთ მე? აქ მითხრეს რომ ისო რა ქვია, არასწორად არის რენტგენი გადაღებული ლილიო, თუ რა ვიცი, ვერ დავდივარ. რა ვქნა? რიცხვში იყავით ჩემთან? აიცი, ისა, რიცხვი რა ვიცი, 2 კვირის წინ ვიყავი ხუჩაბაც. 1 წუთი დამშვიდით და მითხარით რომელ რიცხვში იყავით? ჯერ არ შეიყავით? ხო, ქალბატონო, არ გიწერია ჩემი სახელი და გვარი, ვერ გავიგე. პროგრამულად საერთოდ ვერ ყოულობთ და ამიტომ გეკითხებით, რომ გიპოვოთ და გიჩვლებთ, აი რომ ვერ გავიარო, გიჩვლებთ იცოდე. 2 დღეა ფეხს ვერ ვადგავ. მომწერეთ თქვენი პირადი ნომერი, ძალიან გთხოვთ. მოგწერთ, გეხვეწები მიწერე რა, ამოიღე. ჩათ ამოიღე და მიწერე რა, მოგწერთ, კარგი, მოგწერთ. მოგწერთ. მიყვარს ესეთი. ეხა მე დაურეკავ როგორც ისა, ეგთანია ხო სასტრაფოში, თუ ვინ არის? სასტრაფოს ექიმი ვარ თქო. რა ქვია? ალო? ქალბატონო მაიკო, აი სასტრაფოს ექიმი ვარ, ტელეფონი მომაწოდეთ თქვენთვის დამერეკა და რა უყოთ ამ პაციენტს იძახისო თქვენთან მოვიყვანოთ. მე ხუმრებით თქვენ ეხლა მე? რა ეხლა ერთი წამით მე ექიმი ვარ და რა ვიცი თქვენთან რა. ისი ექიმი ხარ ქალბატონო? სასტრაფოს ექიმი ვარ. პაციენტი ზის მანქანაში იძახისო თქვენთან მოვიყვანო. არა, მე ვარ რენტგენოლოგი, ჩემთან ვერ მოიყვანთ. სახლში თუ მომადგებით, დიღომში მომიყვანთ. სად არის თქვენი სახლი? მოვიყვანთ, იძახისო ოჯახის წევრი ვარო. კარგად ბრძანდებოდეთ. ვის უთიშავთ? რატო გაითიშა? მე გაგითიშეთ. რატო ბედავთ ამდენს? აი მე გიორგი, შენ თუ ხარ დაგასიკვდილებ პროსტა. გიორგი ვინ არის? ვერ გავიგეთ. ან თაზო თუ ხარ, ან გიორგი თუ ხარ, აი დედას ფიცა ვარ, ცეცხლი თუ არ წაგიკიდოთ ერთ საათს. თქვენ ექიმი ხართ თუ ჯადოქარი ხართ? ვერ გავიგეთ. აი მე თამარ. ჩემი უნიჭიერესი რა, რადიოლოგი ვინ არისო, ვინ მომარჩინაო? მე დეგენერატებო ოფლმა გამას. ჩემი ნიჭიერი, ამოგანათებ, ჩაგვიგდე ფოტორობელი დაგიდეთ. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა ზარისათვის. საყვარელი. პაკა. მე კიდე გამითიშა. ეხა ეს ძალიან ნერვიულია. აი, რა კარგია, რომ გადაცემის დასაწყისში ერთ სალ ბამელის მივაყოლებ. ხო მე სულ მეხსნება სტრესი და სულ ხიხი ხახაში ყვები ყველაფერს. და ამას გადაცემაში არა, მაგრამ აი გადაცემის მერე აი სასწაულია ჩვენი ტორეო. ნამდვილად. კარგი. აქვე მე ამიტომ გაგჭენ ვერაზე ბინა. შენ ტორეო გაკიდინა, ტორეო. დეგენერატო შენა. მე დავანებე ძველ პროფესიას თავი. კარგი, მოკლედ ვურეკავთ ნინო ლეჟავას, მსახიობს, ფანტასტიკური ნიჭიერი მსახიობია და გვინდა რომ ჩვენი მეგობრის ბებია გარდაიცვალა. და დამტირავი გვინდა, თუნდაც ესე შევთავაზოთ, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და ძალიან კარგი შემოთავაზება გვაქვს თქვენთან და დაიწყე ეს რომ გვინდა რომ ხო, სამძიმარზე იტიროს ხოლმე, თუნდაც დღის საათებში 15 ლარი იქნება ხალხი რო შემო და საღამოს ბევრი ხალხი რო შემო 20 ლარი და ყვება შედის. ნუ 3 დღე გაგრძელდება რა.
რომ გიждები მის ნიჭზე და იცოდი ხო გადავაკეთე. ალო, გამარჯობა, ქალბატონი როგორ ბრძანდებით? მადლობა. ეხლა რა თემაზე გაწუხებთ გეტყვით, სხვა მსახიობებიცაც დაუკავშირდი და ისინიც მოიღებენ მონაწილეობას. წყნეთში გამოჩენილი ქალბატონი კაკულია გარდაიცვალა და ხვალ არის გასვენება. ვინ გარდაიცვალა? კაკულია, მაგული კაკულია. დიახ. ძალიან ისეთ ცნობილი ქალბატონია და ელიტა მეყოლება რაღაც საზღვარგარეთთან შვეიცარიდან ხალხი ჩამოდის და აი არავინ არ ყავს დამტირავი და მსახიობები მინდა რომ დაიტირონ და რაღაცა ისეთი ვერავინ ვერ გაიგებს. ხო და თქვენ როგორც დრამის მსახიობი და ასე შემდეგ რა არის თქვენი ჰონორარი რომ სამძიმარზე რომ მოხვიდეთ? არა, როგორ გეკადრებათ? იგეთი რამე ცხოვრებაში არ მექნია ჯერ ეს ერთიც დრო რომ მქონდეს, მაგას არ დაგზარდებით და ნამდვილად უანგაროდ წამოვიდოდი. ესეთ რაღაცაში ფულის აღება ცოდვათ მიმაჩნია პირადად. მე უბრალოდ ორ-ორი პრემიერა მიდევს წინ და მესამე სტუდიის ბავშვების პრემიერა და 12 საათზე რო ვიწყებ, ღამის 12-მდე სახლში ვერ შევდივარ ფიზიკურად და თან საღამოსაც სპექტაკლი მაქვს. და დილის 12-დან 6-მდე დუმბაძეში სახელმწიფო თეატრში რეპეტიცია რომელსაც ვერ ჩავეხსნებ, იმიტომ რომ ორში მაქვს პრემიერა და სამხატვრო ხელმძღვანელით გავს და არ გამიშვებს ფიზიკურად. გასვენება არის პარასკევს და რაღაცა 2-3 საათაც ვერ განთავისუფლებით 12-დან 2-მდე. ნახეთ, მე ხელფასზე სადაც ვარ სახელმწიფო ეს რო იყოს კერძო თეატრი დავეთხოვებოდი, მაგრამ უფლება არ მაქვს მით უმეტეს თვირზე რომ ადგას პრემიერა ფიზიკურად არ გამიშვებენ. თორე კი ბატონო, რას ლაპარაკობთ? აი ძალიან გვინდოდა. სხვა მსახიობს ხო არ გვირჩევდით, ანაი თქვენი ტირილი რო ჩავწეროთ და რო გავუშვათ? არა, მე ასე არ ვწერ ტირის და ჯერ ერთი შეკვეთით რომ როგორ უნდა ვიტირო, რომ მე შეიძლება ჩამოსულიყავი და პატივი მეცა ადამიანისთვის და მე წრედა მერტყა და დავდგარიყავი, გამეშვენებინა რა კი არავინ ყავს, თორე ესეთი რამე მართლა პირველად გავიგე და კიდევ ვიმეორებ, ამაში მე ფულს არც გამოგართმევდით, ეს მართლა ძალიან უხერხული და ცუდი საქციელია ყველას მხრიდან ეგეთი რამე რო ქნას. ნუ ეს ჩემი პირადი და სუბიექტური აზრია. არა, სხვა მსახიობები მოდიან უბრალოდ აი არის. კი ბატონო, კი ბატონო, მე ვერავის ვერ დავზრახავ, ყველას თავისი აზრი აქვს და რა ვიცი, მაგრამ მე გიბოდიშებთ მართლა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ არავინ გამომიშვებს ახლა ძალიან გადატვირთული გრაფიკის გამო. კარგი, მადლობა. აი, ჩემო კარგო. ბიჭო, ძალიან კაი ადამიანი. უსაყვარლესი გალია, გიждები. არ ვირვიული და შემოთხე. ხელი როგორ გიკანკარებს? იმიტომ რომ აი ისეთი ადამიანური იყო, რომ აი გამოგიკანკარებდა მეგონა. არა, ძალიან ადამიანური და ძალიან უსაყვარლესი გალია. აი აქედან აი მე ვთვლი რომ ეს ადამიანი ამ ქვეყანამ არ დააფასა. აი ისე როგორც უნდა დაეფასებინა. აი მე ძალიან საყვარელია. და სხვა ტექსტი გითხარი და სხვა ტექსტი მოყევი. ანუ შინაარსის გაგება არ ხო, მაგრამ შეგიძლია. ხო ხდება რა კარგი შეუშვი. რასაც გეუნები ის თქვი, შეუშვი არა გამოუშვი. აი მე ძალიან საყვარელი ყოფილა. პოცი წავაფუილობ, დავიწყო ნერვები. რა ინერვიულე? მე რა საყვარელია, ისე ვიტირებდიო. მოდი, ეხა რეჟისორებს არ ვურეკავთ ჩვენ. დაურეკოთ რეჟისორს ავთანდილ ვარსიმაშვილს და უთხრათ რომ გვინდა ფილმის გადაღება და პატარა სცენარი მოუყვეთ რომ ერთი ბიჭი არის, მოკლედ მოусმენ რა. აღარ გვინდა. რაღაცა საშინელი. ბუხა დავლიო ერთი. ტორეო გაკეთე 3 მინუტად რომ მომწე. გნერვიულობ თან ხო? რა კაი რაღაცა ყოფილა. სულ ძიგძიგში ვიყავი. ურეკავთ რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილს. ბატონი ავთანდილი მინდოდა. მე გახავთ. გამარჯობა, თქვენთან გვაქვს რაღაცა ისეთი შემოთავაზება ფილმის თაობაზე, რომ გვინდა რომ გადავიღოთ ძალიან ცნობილ ადამიანზე ფილმი, თუ არის დაინტერესება თქვენგან რომ მოგიყვეთ პატარაძე ჩონჩხი. და მე შევხვდები თუ რამე ერთმანეთს. არა, ჩვენ სტუდია არა, უბრალოდ ჩვენი ოჯახის წევრი არის, ესეთი გამოჩენილი ადამიანი, თამაზ ლოხიშვილი, ქსოვრისიდან და აი ვახტანგ მე-6-ის აბანოები სადაც არის, იმ სოფელში არის გაზრდილი და აი ამ ადამიანზე გვინდა რომ გადავიღოთ ფილმი. და? არაფერი, დოკუმენტური ფილმი გვინდა, რომ როგორ გაიზარდა ამ სოფელში, ტალახში როგორ თამაშობდა, ძროხებს როგორ მიერეკებოდა, ამ ვახტანგ მე-6-ის აბანოები. თქვენ რო გადაიღოთ? მე რო გადავიღო დოკუმენტური ფილმი? დიახ.
ძალიან ცნობილი ადამიანია თავის სოფელში, ქსოვრისში. ეჭვიც არ მეპარება რა ხან ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. რა ვიცი, მე რაღაცა გიჩვენებთ, რომ თუნდაც ჩემი შვილისთვის მიგემართათ, იმიტომ რომ დოკუმენტურ ფილმებში ის არის. თქვენი შვილი? ჩემი შვილი გიორგი ვასიმაშვილი, რომელიც რეჟისორია და ნომერი შეგიძლიათ რომ მომცეთ თუ დაურეკო? იცი რა, პარიზშია და ჩამოვა 24-ში. კარგით, მადლობა. დარეკავთ შეგახმარებთ. კარგით, მადლობა. კარგით, ნახვამდის. ფარსიმაშვილს რაზე დაურეკე ბიჭო? ვარსიმაშვილს დაურეკე რომ დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა მეთქი ქსოვრიში ჩემზე დოკუმენტურ დეგენერატია. ძროხებს როგორ მიერეკებოდა მეთქი. იცით რაო, ჩემს შვილს დაურეკეთ ის იღებსო დოკუმენტურ ფილმებსო ბიჭო. იცი ვის დაურეკოთ? ფეხბურთელებზეც გადავიდეთ. თორნიკე ოქრიაშვილი არის საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ფეხბურთელი. თან გადაცემაშიც მინდა რომ სტუმრად მოვიყვანოთ, თუმცა იქამდე დაურეკოთ ახლა. მოკლედ ეუბნები შენ იმას რომ არა შენ უთხარი დავიდამანებე. რატო რომ მოკლედ ერთ-ერთ სოფელში გვინდა რომ ჩამოვიდეს და კვარა ვერ ჩამოგვყავს და კვარა სახელით რომ წარსდგეს ბავშვების წინაშე გიждდებიან კვარაზე. მე მაგის ადგილზე ძალიან ვინერვიული. ფურეკავთ თორნიკე ოქრიაშვილს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთის ნაკრების ყოფილ წევრს. ეს ხო რუსთაველების იმეტი, მეგონი რუსთავიდან არის. თორნიკე მინდოდა. თორნიკე გამარჯობა, ჩვენ გიკავშირდებით ზუგდიდის 169 სკოლის დირექტორი. ძალიან გიждდებიან ბავშვები გიждდებიან ფეხბურთზე, აფრენენ და ძალიან დიდი მოთხოვნა არის, რომ ფეხბურთელი ჩამოგვიყვანე და მოკლედ რა არის თუ გეცლება თქვენ კვარაცხელია უნდათ ბავშვებს ვერ ჩამოგვყავს და თქვენ რო ჩამოხვიდეთ და თქვათ რომ კვარაცხელია ხართ. ვერ გავიგე მომღერლები ცნობენ და ფეხბურთელებს სადაგად ეს ვოკალი რატომ ცნობთ ვერ გავიგე. წარმატებული საღამო. კარგად. რა ვქნა? ცუდის არქია. აი შენ ვიღაც უნდა გირეკეს, ხა ნაზღაიძე. შენ რო ჩამოხვიდე, იმიტომ რომ ვიღე ხო გადაამტყვრით. აი ესეთი. რა თქი აღარ დარეკო მაგ. მე ორჯერ აღარ გამედო აქ დარეკო შენ აცირალა. კაი, არა, ცუდი არისო. ეხა დაურეკოთ, მსახიობს, მიუზიკლებშიც მონაწილეობს, თეატრშიც მონაწილეობს, ტელეწამყვანიც არის, ანა ქურთუბაძე. და ანას უთხრათ, რომ პროტეზი გამოწერილია მისი და როდის წაიღებს. აი მე ღმერთო. არა, ცუდი ზარი არისო. როგორ მიცნო ეგრევე. დამაჯერებლად ხა. ანა გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად თქვენ? მეც კარგად. იცი რატო გაწუხებთ? როდის წაიღებთ პროტეზს? რას? პროტეზს. რის პროტეზს? ქვედა წაიღეთ და ზედა რატო დამიტოვეთ? ზედაც თქვენია. კბილები? ხო, აბა რა. იცით რა არის? მე მეგონა რომ ცალ-ცალკე უნდა წამეღო. არა, ქვედას როგორ ხმარობთ? ქვედას ძალიან კარგად. ხო, კარგად იღეჭება. არა, იცით ცოტა პრობლემა აქვს. აი, იჭედება რაღაცნაირად, ცოტა არის დასაშორებელი კბილები. აი, იმ დღეს გამეჭედა ჩანგალი მაგალითად. ეხა ზედასაც რო წაიღებთ, თხოვნამ იქნება, რომ სტორი იქნება და ჩამიწეროთ. აი, მოწყდა ეს გოგო, ვაიმე, ვერ გავაჭერე. გაგია! დეგენერატები ხარ.
არ მაცდის რომ უნდა მეთქვა რომ ზედაზად რომ წაიღებ სტორი ჩამიწერე რა თქმა ეხლა და წარმოვიდგინე ქვედა პროტეზით როა ჯანგალი რომ მეჭედი. რას ნიშნავს კაი მსახიობი რომ აი ეგრევე ის რა ქია რომ ყმა მეჭედება ყოფილოა მინდოდა რომ დაგერეკადი ჩემთან რომ სულ გიყურებთ ყველა გადაცემა ნანახი მაგ და ძალიან ვიცინი სულ. ვაი მე ანა საყვარელი ხარ თქვენ ხართ საყვარელი და კარგები. მადლობა და კოცნი დროები ვეცკოცა და ჩავშალე, მაგრამ არა იდეალური იყო ოჩტით პაკა ჩვენ პაკა. აი მე ღმერთო არა აი მე ღმერთო გადავარდი იქცეთ აი პეგბურტელის ამბავზე მეცინებოდა და კიდე დაემატა და რომ მარტო ჭაჭმავდა მეცინებოდა არა იდეალური საღამო რო გამომივიდეს დღეს ტორეოს მივიღებ და იდეალურად დავამთავრებ თანახარა იტირებული დროზე ხა ის ვამელინი გადაიგდა ყმაში და დამშვიდე რომ დამაწადო გადაცემის ზარებზე დარეკვის არა ვამელისი მჭირდება იმიტომ არ კარგად აბა ვამელიც როხო მოგიყვანა ხას აი მე ღმერთო კარგად ვიცინე სანამ ზარები გაგრძელდება, აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპონსორია Moonlight Tbilisi, თანამედროვე სილამაზის სივრცე, სადაც მაღალი ხარისხი, პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემო და ხელმისაწვდომი ფასები ერთიანდება. ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი სილამაზეს, რაც ეხება, ამ სივრცეში ერთიანად ჩაიტაროთ. კი. ორმი სამარძერო არის ერთი საზონაში, მეორე საბურთალოზე, შენ საბურთალოზე მიგრიალდი, მე სანზონაში და ესე ცხოვრება მშვენიერია. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Safero, ქართული ბრენდი, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით ქმნის სახის, თმისა და სხეულის მოვლის საშუალებებს თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის. აი რაღაც გინდა, აი ხარ ხო ამ ყველაფრის მოყოლა რა გინდა, შემომხედონ, აი. პრინციპში ორივე ადგილი არის ის სივრცეები და ის პროდუქცია, რომელსაც ჩვენ თავზე მოვიხმართ. პრესად ფაზე ხელი დამატე, ოღონდ არა მიდე. არა, მარტო შეინთმა რა. ვაი მე რასაზის ღარი ხარ გენერატო კარგი გავაგრძელე ზარები პოცისა და ვინერვიულე ისე რა кай ხო დამირპილა კი და როგორ მოცულობით და кай თქო მაგ აი მე ჩვენი ახალი ბუღა შენ გენაცვალება ფანტასტიკური გემოებია მე მგონი ზარები ფანტასტიკური იყო შოუ ბიზნესის ჭორებიც გავიგეთ ვინ ვისთან იჩხუბა დათო გომართელმა ქალებზე რა თქვა იქ დალი ჩიტალაძე ქმარს რო დაშორდა ნუ ეს ამბავი ნუ არ დადასტურდა მაგრამ ნუ არის ამაზე საუბარი და ახლა ჩვენ გადაცემაში სტუმრის დროა ქალმა რომელმაც ნულიდან შექმნა იმპერია ნამდვილად ქალი რომელმაც გაუძლო აი ბევრ ამბავს ქალი რომელიც ათამაშეს ფილმში help I'm go to home please მოდელი, ფოტომოდელი, ბიზნესვუმენი, წარმატებული ქალი, რომელიც კანის ფესტივალზე დადის როგორც იმაზე მე დავდივარ ქსოვრიში. ქსოვრიში შენ როგორც დადიხარ ტოპელში. მოკლედ ჩვენი სტუმარია თამო ვაშალომიძე. ჩვენი გადაცემის სპონსორია Flame Food-ი, ყველაზე სწრაფი გემრიელი კვების ობიექტი, რომელიც მდებარეობს სუხიშვილის 45-ში. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია Sandomi, რომელიც გვანებიურებს ძალიან გემრიელი სნეკებით. ასევე ჩვენთან ერთად არის პოცი, ჩემი ფავორიტი არის ატამი. ასევე თამო თუ გესიამოვნება ჩვენი ბუღა, გემრიელი გაზიანი სასმელიც. როგორი ხმაკ შეხედე? აი, მე არსო. აი, ბავშვებს მაინც აუყე. და მიხაუსი ჩვენთან არის თუ რაღაც მომენტში უკვე გინდა რომ გცემო მიხაუს ჩაკუჩი რა ხერხი ყველაფერი აქვს ავეჯი თუ გინდა ავეჯიც გვესროლე ასევე თამო ძალიან ბევრს მოგზაურობდა თუ გადაწყვეტი საფრანგეთში მოგზაურობა გიორგი პარის მიმართე და აი მე გიორგის ჩემგან უდიდესი სიყვარული ვიცნობ და მე მქონია შეხება გიორგისთან ძალიან კარგი პარიზში თან და მადლობა თუ განერვიულებ თუ გინდა ვამელისი მიიღე უკვე გადაცემის დასაწყისში შენ დაგჭირდება სრული გადაცემა მშვიდად იქნები მე მაინც გავამზადებ იმდენია რომ აი შეგიძლიათ თუ გინდა სიმშვიდე და შფოთვა აღარ გქონდეს ამ გადაცემაში ვამელისი შენთვის კარგი. ესე იგი, მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ, კი გამოჩნდა უკვე კადრში ჩვენი სტუმარი, თუმცა ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელმაც ნულიდან დაიწყო ცხოვრება. აი, ნული საფეხურიდან და ავიდა იმ წვერვალზე, რომელშიც ყველა ცდილობს რომ მოგბაძოს, ყველა შენზე საუბრობს, რომ ესეთი მშრომელი ლამაზი ადამიანი, რომელმაც მართლა ყველაფერი გააკეთა თავისით, შექმნა სილამაზის ისეთი ინდუსტრია, რომელსაც კონკურენტი ყავს თუ არა, მაგას უკვე გადაცემაში გავიგებთ. იცი რა არის?
არ მინდა. არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი, ნუ მაქებ და და იცი ჩვენ დავიწყებთ ახლა ყველა. თავიდან ესე ვიწყებთ ხოლმე თამოქებით თორე მე ნახე. რო არ გაგვექცეს თუ. თუ არ გაგვექცეს, რომ აი ნახევარი მასალა მაინც გონდეს ჩაწერილი. კაი, პირველ რიგში სტანდარტული კითხვა არ გიშინოდა, აქ რომ მოდიოდი. არა. როგორც უკვე ნანოს ხო? იცი რა არის? თელი 2 თვე არის. ხან ესე იძახი, ხან ისე, ხან იქით ვიყავი, ხან აქეთ ვიყავი და ვერადავერ მოვედი. რეალურად ვიცი როგორი ისეთი ენის პატრონები ხარ. დაუნდობლებია. იმის შემდეგ რაც მეც ჩემ სახზე გამიკეთეთ და კინაღამ. მითხარი მართლა ძალიან იცით ანუ ძალიან დიდი დახვა ხო აქ. პლუს დამატებით იმდენი კომენტარი და ბევრი სულ წერს ჩვენზე რომ რატო ანერვიულეთ ეს მართლა ვინერვიულე. ჯერ ერთ-ერთი მე ვფიქრობ რომ ყოფილიყავი სახლში და ძალიან ბევრი ხალხი რომ ყოფილიყავი ვფიქრობ რომ ხმაზე ამოგიცნობდით მაგრამ ვიყავი ღონისძიება ესა ძალიან ბევრი ხალხი იყო შემ გარშემო და ჩემ მეგობარს მიმოწოდეს. ეგ არის აზრი იმ დროს უნდა დავრეკოთ როდესაც არ იცოდი ხო? დაგეგმილი გქონდა თუ როგორი კოდიანები ვიყავ. ეს სახლი რო იყიდე 6 ოთახიანი, ანუ აქირავებ ოთახებს თუ რადგილად? რა თქინდოდა მართლა? 6 ოთახიანი ყველაფრით, ანუ აივნებით და მისაღებებით და აივანის ოთახში ხო არ შეგვიძლია გოგო 6 ოთახიანი. გინდოდა რომ აი ხახს დაენახა რომ აი მაგ აი ამოი წარდით, აი მაქვს. არა, ეხა გეტყვით მე. საბურთალოზე ბუხარი. ბუხარი. გადები უნდა შეწოს ხოლმე ყოველ საღამოს. დაგმატი, მოგინდებათ ახალ წელს. რა თქმა უნდა, აუცილებლად აიღ ჩვენ ხა ისე. გეტყვით, ეხა იქით იყოს ხუმრობა. მინდოდა რომ ისეთი სახლი მქონოდა ჩემ შვილებს, რომელსაც თავისი ოთახები ექნებოდათ. რაღაცნაირად თავისი ორი შვილი იყო. ერთ ხო, მაგრამ მისაღები, ანუ 3 საძინებელი გამოდის. კიდე ბავშვს? არა, არ ვაპირებ. 3 საძინებელი გამოდის და მისაღები და მე ასე ვიცი, სადაც შემდეგ. არის დამარხული ძაღლის თავი. აბა, სად არის? თამ როგორც ვარსკვლავ ისე ცხოვრობს და ყავს მას გრიმიორი, ვიზაჟისტი, რა 900 დამხმარე, ვეღარ ჩამოვწ, ერთი 5 კაცი და ყველას გადაუნაწილა ოთახები. ესე არის, მაგრამ დიდი სიამოვნებით თუ რაღაც არის, აივანი ხო მაქვს ახლა და ამოვაშენოთ თუ რამე დაგჭირდეთ ხოლმე, დაგტოვებთ ხოლმე. მე მეგონა იზახი რომ სტაფს აიბანზე. მე იმას ამბობ, რომ სტაფს აიბანზე. დაგტოვებთ თქო. კაი, რადგან სახლი იქით მინდოდა მე სხვა სახლზე გადავალთ წარსული სახლზე, მაგრამ ეხა სუსუ დავიწყოთ ნულიდან ყველაფერი, როდესაც გიყავი მე დავითნე, ხო? ხო. ეხა მითხარ ეს მე დავითნეობიდან უეცრად სამოდელო სფეროში აი ამ ხელა ესე არ ყოფილა. რა ნახტომი, რა ცოდვა მოხდა იქ, რო გაიქეცი იქით. რა ილოცე. თქვენი დანახვა აღარ მინდა და წახვედი. არ ყოფილა, ამ ხელა გზა არ მქონია. იქვე იყო გვერდზე უბანში თუ? არ იყო, ანუ ძალიან ისე მოხდა. ძალიან დიდი გზა გავიარე, სხვათა შორის, სანამ გავხდებოდი მოდელი, ანუ ეხა ფეხით თუ წახვიდოდი, შორგზას გაივიდი თბილისამდე ტრანსპორტით, ეხა ჩახვიდოდი ფეხით. არა, ესე არ მოხდა, რომ ერთ დღეს ვიყავი მე დავითენ და მეორე დღეს რაღაც სამოდელო სფეროში ძალიან ერთი 6 წლის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. რამდენი წელი იყავი მე დავითნე? 12 წლიდან დავიწყე. 15 წლამდე სამ სახლიდან წამოვიდოდი. 2 წელი. არიცი მათემატიკა კარგა. 3 წელი, ხო? 3-4 წელი დაახლოებით. 15-იც არიცი ბოლომდე იყო გასული თუ არა. ხო და მაგიტომ თქვი 2 წელი, ხო იცი ყოველთვის ვაჭარებ. არა. რაღაცა დაფრინა. ცოტა მომოგიწია გიორგი. всё. ხო და ეხლა რა მითხარი, რატო წამოხვედი? ანუ არ მოგწონდა იქ თუ მოგვეზდა? სად? ანუ მე დავითნეობ. ესე არ წამოვზოლა, არ მინდა იმაზე საუბარი, მე დავითნეობაზე არ მინდა. იმიტომ ნახეთ, მე ესე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი წლის წინათ ხუმრობა იქით იყოს ძალიან არასწორად, ანუ ხო არის ცხოვრებაში რაღაცას რომ ნანობს რა. ერთ-ერთი ჩემი შეცდომა იყო, რომ გადაცემაში ფსალმუნი წავიკითხე. და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე მასაც უნდოდა რომ წაგეკითხა. არა. ისეთი ანუ რაღაცები არის, რასაც მაგალითად ნანობ და ერთ-ერთი იყო. რატო ნანობ? ანუ შენი ცხოვრების ნაწილია. არა, სხვა რაღაცას ვთქვი. არის რაღაცა საკითხები, რაც მაგალითად არ უნდა შევეხოთ. და არანაირი ნახვის, არანაირი რაღაცების ხარჯზე. და ერთ-ერთი იყო ჩავსოთ იმ მონაკვეთს, ანუ არ წაიკითხა ის მონაკვეთს ამოვჭი და ჩავსვა. მაინც გავაიტერში და არ ჯობია შენ წაიკითხო. არა, რა თქმა უნდა. შენ შორის საკვირველო დედაო კეთილად დაცული ქნა ხატება, რამე თუ აღიღე ჯვარი და შეუდე ქრისტესა და მოქმედი ასწავებდი, შეურაცხყოფასა, ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვაწსა, სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისასთვის ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი ნეტარო მარიამ ძალიან მაგრად იცი საკუთარი თავი შეფუთა რომ ისეთ რაღაცა რაც გინდა რომ ყველამ გაიგოს. აი მე მახსოვს სოფელში ვიყავი და როგორ ველოდებოდი იმ გადაცემას მახსოვს შაბათს გადიოდა რომ ხო ნუ მაშინ ხო ნუ არასწორად მოვიქეცი ყოველ შემთხვევაში და ვნანობ მაგ გადაცემის ჩაწერას. კაი, მე დავიწყე პლეიბოიმდე.
ეგრე არ ყოფილა თქო, არ ყოფილა. ესე არ ყოფილა, წეღანაც აგიყვენია ერთი დღიდან მეორე. არა, მე გავიგე რო არ იყო, რაღაც დრო დაგჭირდა, მაგრამ მე დავითნეობა ისე არის რა, მე დავითნეობა და მე Playboy. ორი ისეთი სხვადასხვა რადიკალური საქმიანობები. ხო და Playboy-ის ფოტოები მანახეთ, ჩემი ისე. ხო და ეს Playboy ხო არ არსებობს. ეხლა აღარ არსებობს კი. დაწვი ყველა ჟურნალისტი რა თქმა უნდა. ხოთაშორის ჩვენ შენი სოციალური ქსელი დავათვალიერეთ და აი ძველი ფოტოები ვაფშე აღარ აქვს. ეს გამომწვევი ფოტოები რა მოხდა? გაქრა, ეს გაქრა თუ ქმარი გიგრძელავდა ამების. იცი რა, არა, როდესაც სოფია გავაჩინე, იცი რა, ბავშვთან ერთად ყველაფერი შეიცვალა. დროთა განმავლობაში მე იცი რა არის ისეთი უცებ გავხდი ცნობადი და ისე მინდოდა რომ გავხდარიყავი და გახდებოდი კალ მე დავითნეობდი და პირდაპირ Playboy-ი გამოაცხადი და გახდებოდი. არ ყოფილა, ესე არ ყოფილა. შენც ხო იყავი Playboy-ში? მე დავითნე რომ ყოფილიყავი. შენც ხო იყავი? მე დავითნე რომ ყოფილიყავი, როცა მე დავითნე ვიყავი, მაშინ რაც რომ ყოფილიყო, ხო, ის არანაირად არ გადავიღებდი. უბრალოდ ძალიან 6 წელი იყო, წარმოვიდგინე 6 წელს განმავლობაში და მარტო ცხოვრობ და უცებ სხვა რაღაც, ანუ უცებ არ მომხდარა ესე რომ დღეს თამომე დავითნე იყოს და უიმე ხვალ. არა, უბრალოდ ხალხმა ხვალ უნდა გაიგოსო, სწორი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, რომ ჩვენ რო ვიძახით, აი მე დავითნე და აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მიაწოდით ადამიანებს, ხო, რომ მე ეს რო უყურებენ ჩვენ გადაცემას, როგორ გადახარშავენ. სწორი მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ სწორად რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, ესე არ ყოფილა რომ აი თამო უცებ მე დავითნე დან გადავიდა მე ეს დავტოვე მე ანუ არ მინდა ეკლესიაში არ მინდა თქო საუბარი წერანავს თქვი რომ ეს სისტემა რასაც არ ვიხები და მინდა რომ დავტოვო წერანში. აი, მოდი, ეს Playboy-ში რო იძახიან Playboy-ში იყო და ეს Playboy დახურული არ იყო გოგო შენ დროს. Playboy-ში შემომთავაზეს, ისე მოხდა რომ მაშინ უკრაინის Playboy-ში. არა საქართველოში. არა საქართველოში ხო, არც არის საქართველოში არც იყო. მე რაღაცები შეიცვალა. რაღაცები შეიცვალა. ხო, ნუ ძალიან ბევრი წლის წინ იყო. იყავი უკრაინულ Playboy-ში ანუ. არა, ვერ ვიყავ. რატო? ჰონორარი. ხო, რაღაცა მიზეზები იყო, რაც არ მიღერდა, ხო. კაი, ეკლესიას დავანებოთ მაშინ თავი და ბოლო კითხვა. ამ ძველი 2000 წინასწორებიდან. ამომარხეთ თამ. ბოლოს ვეზიარე. ბოლოს ვეზიარე, ზუსტა. ფიქრობს ახლა. არა, არ ფიქრობ, მაგრამ ძალიან ბევრი. შეუძლია კითხვა ბოლოს როდის ვეზიარეთ. არა, მე არ მკითხავ ეგეთ რაღაცებს. ფიქრობ, რომ ყველა ადამიანის თავისი. მითხარი, როდის ვეზიარე, გოგო, ნახე. 15 წელს რო ვიყავი, სასწავლო მე დავითნე ვიყავი მაშინ. შოი, მე ესე გვიან მე არ მქონია ესეთი ჩავარდა. მე თქვენთან ერთად ეკლესიაში არ შევა. შეიძლება იქ გასკდეს იქნება და ორივე შეგდაგე. შენზე უფრო გასკდება. იცი რა არის? მე ესე ვფიქრობ. მე ასეთი ცოდვებთან დაკავშირებით და ზოგადად ყველა ადამიანს საკუთარი ჯვარი აქვს. კი, საკუთარი ისენი აქვს. მე ასე ვცხოვრობ ყოველ შემთხვევაში, რომ არავის არ უკეთებ ცუდს, არავის ცუდს არ ვფიქრობ. მაგაში მართლა ყველა ჩვენებურად ვარ ცოდვილები და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ვინ როდის ეზიარა, ვინ როდის წავიდა ეკლესიაში, კაბით შევიდა, შევიდა, ეს საკუთარი არჩევანია და ღმერთმა იცის და არავის მე არ მაქვს არანაირი უფლება ვინმე განვიკითხო. ძალიან დაიწყო ბაბამელისი ხო არ ჩამოვატარო. არა, მაგრამ არ მიყვარს ეკლესიაზე და პოლიტიკაზე თემა არის. გადავიდეთ ეკლესია დავივიწყოთ შენი წარმატებული ბიზნესი. მოდი ბიზნესზე ცოტა ხანით ვისაუბროთ ახლა. შეხარ ადამიანი რომელმაც შექმნილი თვალები გაუნდათ და თამუსკინი, თამუ კოსმეტიკი, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ რაღაცას შიგნით, ხო ჩამონათვალი ძალიან დიდია. და ეხლა შემოიტანე კიდე ახალი პროტეინები. ეს თამუსკინმა არა. პარტნიორი ვარ. თამოვაშალომიძე. არა, კი თამოვანახე, მაგრამ ხალხს გონია, რომ ეს არის თამუსკინის პროდუქტი. არა. სწორი, იმიტომ პროდუქტი არ არის შენ, ვიცი. უბრალოდ მე ვარ პარტნიორი, როგორც მაგალითად Coca-Cola შემოიტანა ჭონია. რომ მოკლედ რომ მიხვდეს ხალხი, როგორი პარტნიორი ვარ. ხო, ეს არის ახალი მიმართულება, რომელიც ეტაპობრივად სხვა პროდუქტებსაც დაამატებს და ახალი რაღაც იყო და მიხარია რომ ვარ ამის წევრი. მითხარი ხა მე კითხვა რა მქონდა. ანუ აი ამ ხელა ინდუსტრია, ხო? ეხა ბიზნესის, ხო? ბიზნეს ვუმენი ხარ ეხა. შენ უკვე აღარც მოდელი არ ხარ, აღარც მე დავითნი არ ხარ, ბიზნეს ვუმენი ხარ, რა? ანუ როგორ მოხდა ესე რომ ერთ დღეს გაიღვიძე, გადაწყვიტე და საერთოდ გჯეროდა თუ არა რომ მაგ ხელა წარმატებას მიახდინე. თამუსკინზე იწახე? ყველაფერი, თამუსკინი, თამუ კოსმეტიკი.
იცი რა არის? ესე არ მეგონა, მინდოდა რომ მე ორსულად ვიყავ ერთ პირველ პროდუქტი გამოუშვი, წრების საწინააღმდეგო კრემი იყო და მინდოდა ისეთ რაღაც ყოფილიყო, რომ ვინც ორსულობაში ქალებს ამ პრობლემას მოუგვარებდა და თქვენ ბიჭები ხართ ვერ გაიგებთ და ძალიან ესეთ ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია სტრიები. რატო კანი ჩვენ არ გვიყვართ ხანდახან ნაჭამი ვარ ხოლმე მეცხრე თვის ორსულს ვუძი. ორსულობის ქვევიცა. მუსიკაში ხო, აი კლებაში და წონის მატებაში ჩნდება ჩვეულებრივად სტრიები, რა თქმა უნდა, ხო და ეს მინდოდა მე იდეალური სხეული. და ვინ ჩაგიდოთ ამ მომდენი ფული? ბევრი ფული არ ჭირდება. ყველა მაგარ მოში ესეთი მაგარი სტენდები გაქვს, აი მგონია რომ 100-200 $200. ეტაპობ ესე არ ყოფილა. მე შეიძლება წელიწადში 3 პროდუქტი დავამატო. თავიდან 5 წლის არის ჩემი კომპანია შესაბამისად ეტაპობრივად მოხდა. აი პირველი კაპიტალი რა იყო? რამდენი ლარი? არ ვფიქრობ რომ რაღაც ესეთი ძალიან დელიკატური. გვასწავლე ჩვენ ზღარი ფხალს როგორ გავიდეთ. არ ვიცი რომ გაამხილოს თავის. არ ვარ მდიდარი, მდიდარი ვიქნები. ამბავი და რაზეც ძალიან ბევრი საუბარია, შენი ფესტივალებზე სიარული და შენი ზოგადად ამ გრანდიოზულ ჩვენებებზე. ეს არის კანის ფესტივალი, ვენეციის ფესტივალი, უამრავი სხვადასხვა ცნობილი დიზაინერის ღონისძიებებზე. მოკლედ ბევრი საუბრობსო, ფულს იხდისო. კი, მენეჯერს ვუხდი ფულს, რომელიც იტალიაში მყავს უკვე მე-3 წელია. რა თქმა უნდა, მას ვუხდი, რომ ჩემზე მუშაობს, ჩემ კომპანიაზე მუშაობს, ჩვეულებრივად და მისი ვალდებულებაა, რომ დამეხმაროს, რომ დავესწრო მაღალი მოდის კვირეულებს ან ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ახლა მე ძალიან ბევრი წელიწადი ვცდილობდი რომ დავსწრებოდი, ხან მეილებს წერდი, ხარას ხან ძალიან ბევრ ქართველებს, რომლებიც მართლა მოდის კვირეულებს ესწრებოდნენ, ვეხვეწებოდი, აბა როგორ ანაირად, ასე შემდეგ, მაგრამ იქაც ნაცნობობაზეა. იქაც უნდა ყავდეს, რა თქმა უნდა იყოს კონტაქტები, სხვანაირად ვერ გამოდის. ხვდები, რომ არავინ არ ახარ. აი, რამდენი უნდა გადავიხადო, რომ მე ჩემსავით გავშრიალდე წითელ ხალისას. მე მინდა რომ სწორი ფორმულირება მოგცეთ, რომ ვუხდი მენეჯერს ფულს და არ ვუხდი ვინმეს. მეც მივცემ ქალო. შეგაგონია, პირსაკოსი არ გამომუშე. იცი რა არის, მენეჯერი აიყვანეთ, არ მენეჯერი კი არა, ქალო, შევდივარი. დაგროების ბარათს ვატარებ, რა მენეჯერი ავიყვანო. მენეჯერი აიყვანეთ, დაგეხმარებათ. არის ვინმე დიზაინერი, რომელმაც მაგალითად უარი თქვა, რომ თამო არ დაესწრო ჩემ ჩვენებას. ესე არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში არ მინდა რაღაც ერთი ვიცი. ის საზიძღარი ისა. არავინ ასეთი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ხასიათი მაქვს, რომ მაინც მოვა დრო და რაც მაქვს მე რაღაც ხოლმე ჩვენ მომზადებულია მაგარი მომზადებულია ზუკა მოამზადა მაგარი არის აი ფეხები აქვს დასაწავი მას არ იცის იქიდან მაინც რო გავხდი არ იცის იმა რა იქიდან ზის დაარიგებულ ესე უკვე მე მგონი რომ რაღაცას წერს ამას ყურში ხო არის არა თან ზუკა თავს კარგად თქვი კაი იყო მე ვთქვა რომელი ბრენდი იყო რომელზეც უნდა დამოზასწრება და იმათ დააკენსელეს მე ვიცი ბალენსიაგა არა ესე არ ყოფილა სწორი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ მეგობრებო არა უბრალოდ შეიძლება იქამდეც არ მისულა ჩემი ხმა ვიზენს ანუ ძალიან რთულია ზოგადად ამ ღონისძიებაზე მნიშვნელობა არა ქართველი ხარ მისთვის თუ არა ხარ მაგრამ არა უბრალოდ მოვადრო როცა იქნება ეს მაინც აი სამშვიდობოზე თამაშობს ეს ვიტყვი იქ ვინც ესწრება ყველაზე მოდური და გემოვნებიანი შენა ხარ იმ კარგად საღარჯო ყველა ძალიან კარგები ქართველები ძალიან ბევრი ნახია მოდის კვირეულზე და ყველა მოდი ახლა გადა მაინც ახლა არ გამოვა სამშვიდობო საუბარი ახლა ჭორაობა რაღაცა თავის მართ მოდი დავიდა ახლა ფილმზე საუბარი, რაც აიტაცა ყველამ. შეთამაში იტალიურ ფილმში. ხო არ გახსოვს რას ვიძახდი. Help. I'm go to home. I go home to რაღაც. Please help me. არა ვერ ვიტყვი, აღარ მახსოვს. შენ თქვი. დადაცემას სკეჩით ვიტყვი. მიდი. არ ვიცი. Help. I'm go to home. Please. It was bad. Yes. I just want to go back to my family, please. ისე ხოთაშორის კარგად ითამაშე. მე თავიდან ვერ გიცანი ხო იცი? ქცე, ეპიზოდური როლი იყო და იდიოტო. და რა შევეტენო, დამეწადე რა. აი. ეს ხენი ჭიხვინია თუ რა არის? ეს შენ ხა. ეგ help-იც რო კარგად თქვი, ეგეც არ გიყვირს. მოიცა? არა, ესე მაგრად ვიყირო. რა ქალო? I just want to go back to my family, please. აი ხა, რო არ მითხრა, ეს ორი ფრაზა რატო ვერ დაამუღამე კარგად?
რო აიტაცა ყველას რომ მიეცი საბაბი რომ აეტაცებინა და ყველას მე მგონი ქართველი ტყვე იყო ალბათ ფილმშიც ეგ იყო როლი ჩანაფიქრი რომ არა ტყვე ვიყავი ნამდვილად იტალიელი მე დავითმე კარგი მე დავითნეზე ესე ნუ იძახით არ შეიძლება განა ჩვენი გადასება მე რა ცოტა ჩავიდინე და 2013 წელს ვილაპარაკე დღემდე მაგას ვთქვი როგორ გამოვიდი ტელევიზიაში თქვენ უღაცოდა ჩვენ უღაცოდა მე მივხვდი არ გამოვიდი ანუ ის რა ქვია კაი ხო ესეთი უვიცი ვარ რა გავაკეთოთ არ ვიცი შენ ხარ მეორე უვიცი რა შუაშია სხვა რაღაცას ვიძახი არ ვაპირებ შენ გონია ჩვენ ვიცი აიცი რა არის საბაბი ამ ხალხს რომ ეს აიტაცო TikTok-ში ამაზე ვიდეოები ეწერა არა უშავს აიტაცონ კაცო რა გავაკეთო თამო შენ გადაუხადე თუ გადაგიხადე სამ როლში რომელი გავაკეთე რომელმა გავაკეთეთ არა რა თქმა უნდა იცი რა არის მთავარი დასაფასებელი ისეთ რაღაცას აკეთებ რომ მე ხვალ ყველას იცი რა მე ვფიქრობ მე ენა არ ვიცი კარგად სხვადასხვა ეხლა რაც უფრო დავდივარ რაღაცები ვიგებ ასე თუ ისე და როგორც ვიცი ინგლისური შენ როგორც ვიცი let's go no go რო ეუნები ხომ ისევ საუბრობ მე ეს კომპლექსი არ მაქვს და კიდევ რომ მოხდეს და შემოთავაზონ და კიდევ თუ იმ სადღაც მთის წვერვალზე რომელიც დილის 5 საათიდან ღამის 11-მდე იყო გადაღება და გავიყინეთ და როგორი მდგომარეობაშიც ვიყავდი როგორც მღელავდი კიდე იგივენაირად გავაკეთებდი და გავივლედი ამ გზას არ უნანობ ხო გზა შენც ახლა ფეხით არ ახვედი იმ მთაზე ახლა იცე იძახ ამ გზებს იცე იძახ ამ გზას გავივლედი შორი გზა იყო ის გზა იყო მთაზე ისეთ ადგილას იყო გადაღება აი ზუკას კითხე ფეხით ახვედი კი ფეხით კი არა ვედით არ მარშრუტკა ვერ დაიქირავით ან პატარა კუიცი რაღაცა ვერ შემოაჯექით ვერ ახვედი და გიღირდა მიღირდა აი რა მოგცა ამ ფილმის ამ ეპიზოდმა ფილმის ამ ეპიზოდმა არა თვითონ გადასაღება მოედანმა მომცა ბევრი რაღაცა წამოიღე ნივთები ტასაცმელი კამერა და რაღაცეები ტექნიკა თვითონ მომცა რამდენად შეიძლება ერთი კადრი გადაიღო 2 დღე სხვადასხვანაირად მე მხოლოდ აქ მონაწილეობდი ამას 2 დღე იღებდნენ გოგო ამ მონაკვეთს არა მარტო ანუ ამის გარდა სხვა მონაკვეთები ხო იყო რაღაც მაგრამ აი რაღაც 5 წუთიან კაც მაგალითად იღებდნენ 2 დღე კი მე რა სიცოცხლე კაი შენ გამოხوارი იღებდნენ ამ სიტყვას მე რა მოდი ეს ხოთა შორის მეორე დუბლზე ჩაიწერა კაი ესე იგი მე რა წოდიენა ბაკი არა უშავს ეხლა რა გამახსენდა ისი ბულინგი ზოგადად საქართველოში ხო იცი აქტუალური თემაა მე მიყვარს და ხეხა ჩვენზე იძახს ხვდები ანუ ვიცი გვაშავებს მე არავის არ ვაშავებ მე ზოგადად იცი არ მაინტერესებს არავინ ზოგადად ჩემი ცხოვრების გარდა და ჩემი ოჯახის და შვილების გარდა არავის არ ვეხები ანუ შენი გუნდიც არ გაინტერესებს არა ბულინგის მხრივ ვიძახი არავის არ მაბულინგებ არავინ არ მაინტერესებს არ ბულინგი ამოჭრა და შენი სტაფი არ გაინტერესებს არა всё და გადავიდეთ ჩემი თემაზე ხო გადაიღეთ ვიდეო გადაიღეთ არა ორივე შეძინებულია თავისთვის ხედა რაღაცებს აკეთებს ორივე ისე ერთობა კაი ეხა იცი რა მითხარი საჭმელი რა გიყვარს რატომ ეკითხები? ყველაზე რომელი ქართველი ერთს რატომ ეკითხები? რაღაცა შექვედა ისა აქვს. არა, გოგო, საჭმელი რა გიყვარს უბრალოდ? ანუ გვაინტერესებს ასეთ კარგ ფორმაში რო ხარ, რა გიყვარს? მე ვარ კარგ ფორმაში. ხო? რა სჭამხომი ყველაზე ხშირად რა გიყვარს? აი ქართული კერძები და რა გიყვარს? ესე ყოველდღე რა ვიცი? ყოველდღიური არა, აი შეიძლება კვირაში დამოგიგებ. კარტოფილი მიყვარს, მწვადიც მიყვარს, ხინკალიც მიყვარს და ეხა არ გადახვიდათ იქით თემაზე. იმდენი ხანია ვეძებთ, თამო ის ფოტოებიც წაგიშლია. ხო. ქუჩაში გამოკითხო იყო და რესტორნებში შედიოდნენ რომ აი ეს რო გააკეთაო. რო აგილი. თან ხო იცი ერთი კაცი ხინკალს აჭამს და აბა მონახეთ კარგად და ერთი მითხარი ეს რა. მე ეგ არც მაქვს. ანუ აი ეს ქართული მაგ ფოტოში ხოთა შორის შეიძლება ნუ ხოც არა კარგი მარკეტინგი იყო და გამლანძღა ხალხმა, მაგრამ იმ პერიოდში რაღა არა კარგი მარკეტინგი. გავიდა 20 წელი და ისე ამ ხინკალზე გეკითხა, ანუ ჟურნალმა კარგად იყო ეს ხინკლები და თან გაყინული ხინკლებია, ხო, ნამდვილი ხინკლებია. ანუ ჯერ ხო პროდუქტად ისე გააფუჭე ამ ადამიანშია, ეს ერთი. ბიჭ არასწორი. მეორე ეს ხინკლები რო დაიკარი ეს ხალხისთვის წმინდა კერძი. ხო, არასწორი იყო. ბოდიში მოუხადე ქვეყანას. ბოდიშკი.
გოგო როგორი მიამიტი ხარ მართლა არა თან რა ვიცი გონი ეკითხებოდნენ ქუჩაში რამდენ ნაოჭიანი ხინკალიაო გამოკითხვა იყო ეს ხო არა იყო რაღაცა მაშინ 10000 ლარი გადამიხადეს იმ წელს ამ ერთ-ერთმა ჟურნალით დაკვეთით იყო ნუ რაღაც ბევრი სხვადასხვა თემა იყო 10000 ლარი ხინკალს კი არა შეიძლება ხაშლამა დავიტარო მოხდა ცხელ ხაშლამას დავიდე ეგევე დავილაგებ კუტუკვეთზე ხაშლამის დიდ ნაჭერს აი და ხაშლამა შეიძლება დღეს თორეო დალიეს აღამოსო გოგო ამა ხო იცი რა გამიკეთა არ ვიცი არ მაინტერესებს თორეო ეს არის აი რო მე არ ვიცოდი ეს არის თანამედროვე შესაშხურებელი რომელიც ამაზე მოიწონა არ ვიცი ახალ ხო არ მეცი ხარივით ახალ ხალხო აი დამიჯერეთ ორი შეცხმა და იმენა მეცა რატო არ გიდა მე რატო უნდა მოისმინე შენ თუ გაიგე ვაიმე გადაცემაში თუ შილდება ამით არის ხალხი საქართველოში ხო იცი რა ინტერესებს სექსი და ჭამა სხვა მეტი არაფერი აი მცხვენია ნუ ლაპარაკობთ ეგეთ თემებზე მე რო იტყვის ნუ ლაპარაკობ ცხენია უგალო თელიერი გადაგრია ხანხინკალს იდებდი და ხარას იდებდი ამ ტანზე და ფოტოებს იღებდი და ეს იყო წინა ცხოვრებაში კაცო რა წინა ცხოვრებაში გულში ჩაწერდა ამ ცხოვრებაში ყველაფერი დაოჯახდა შვილები ეს დამარხა უკვე აღარ არის იქით აღარ არის იცი არაფერი ჩემი აზრით არც დასამარხი არ არის არაფერი ეს არის განვლილი გზა საიდანაც აქამდე მოხვედი ეს არის ეს გზები ვარ გაგიარო ხინკლები ეხლა ესე არ ვაიმე ისეთი ისევ ნანო ისეთი ფოტოები აღარ აქვს კიდე ერთი არის უნიტაზე იჯდა და გაზეთს ქონდა ცეცხლის აკიდებული 4 დღეა ვეძე ვერ ვიპოვე გატყუებთ ხალხო ეგეთი ეყვა შალომიძეს არ გადავიდე მაგაზე წაწუდი უმორი გამახსენდა რა გახსენდა ადრე ტუალეტებში ის რო არისო სირათლე სურისთვის კახალს რო ცვალდნენ აი ესე რატო მანადგურე არა შეძღარი მოგინდება თამოსკენ პროდუქციას და უბრალოდ გამახსენდა ეს იუმორისტული ვიცი რომ მოხვალ მოგინდება პეპტიდებიო ანტიეიჯიო მოგინდება ჯერ მოხვალ მაქვს ჯერ კიდე კაი მალე წავიღე ყველაფერი მოგინდება ეცინა კვირას მეუბნება წამოგავიარო თორმე და გადაღების მერე ერთი თუ დავჭები გაღემებული კაი მე რა ვქნა არა დაბადების დღეზე დავპატიჟე ნახე უყურე როგორა ჩვენ გადაცემაში არის და ის რაღაცას იძახის მე და ეს რაღაცა თამაშობ თუ თამო ის ფოტო მომეც ვიცი რომ ეს ფოტოები ყველა ოლიმიზე გეყენება არაფერზე არ მაქვს წავშალე ძალიან ბევრი ყველაფერი იცი რომ პანაშვიდი გადაუხადა თამო მაშალომიძის ვაიმე რითვით არის ხელოვნური ინტელექტით გავაკეთო დავა ოიმე ხო აი არა ბავშვები უყურებენ ჩემი შვილები ეგეთ რაღაცები ბავშვებს არ უნდა უყურებენ როგორც 18 გადაცემა და არ უყურებენ არ შემხვდებით არ შევხვდეს სოფიას მაინც გთხოვთ ისეთ რაღაცები არ ჩამისვათ რა რა სისული რა უნდა ჩავსვოთ ახლა ვერ გავიგე კაი რადგან ახლა გადავედით ოჯახზე ჯერ არ მოხდა ეს სკანდალი მაგრამ ოჯახზე რადგან გადავედით შენ დაშორდი მეუღლეს მერე კოლ ეხლა მოგერი და ამაზე თქვა ყველგან მოყევი მერე ხო და რა მოხდა ამდენ წლიანი ეს იყო ურთიერთობა რომელშიც შენ იძახდი რომ ეს არის ჩემი მთავარი სიყვარულიო ჩემი ცხოვრების მეგზური არის ჩემი მთავარი სიყვარული იყო კი მე ვფიქრობ რომ ჩემი ყოფილი ქმარი იყო ჩემი ერთადერთი სიყვარული მართლა და შეიძლება თამოყოფილს არა მე ზოგადად არ გიორგი მიცნობს მე ის იყოს ხმურობა და რაღაცა მაგრამ მიცნობს ეს ადამიანი შენ ისე ძალიან არ მიცნობს ჩემთვის არა და დასასრული არის მე არ ვიყებ გადაწყვეტილებებს ის ჩვენ ერთ წელი დაშორებულები ვიყავით ოდესაც მე ვთქვი ხო სანამ ვიტყოდი ანუ ძალიან დიდი ხანი ვიბრძოდი აი ეხა თქვი რომ არცად არ ვიტყობ ეგ ამბავი. კი, ნუ ეს არის ჩემი თანამონაწილე ყოველი დღე. ყველაფერი, აქაც არ ვიზახი, სანამ შენ არ იქ. ხო, ყოველი დღის ჩემი ტირალი. კაი, რა მითხარ იცი, თქვენი დაშორების მიზეზი რა იყო? ხო, მიზეზი რა იყო? ეხა ეს არ არის, ეს არ მინდა ვთქვა მიზეზი რა იყო. თქვი, ბარემ, მთელი ქვეყანა გიყურე და ბარემ გააკუფლები, მე გეტყვი ღალატი იყო ნერვებს გიშლი და ღალატი არ ყოფილა. იმედები გაგიცრუა. ის დამშორდა. და არა მე. ხო, მოდი აქედან დავიწყოთ. შესაბამისად, ისა ღალატი არ ყოფილა. იყო ტოქსიკური ურთიერთობა ბოლო წლები მორჩა. რთულია სატანი ხო არა ხარ? მე? რთულია სატანი? იმიტომ რომ ძლიერი ქალის იმიჯი გაქვს. შეიძლება შენ სახში ისეთი ხარ, რომ სმირნაზე ყავდა. არა. ნეტო ყოფილიყო ეგ. კაი, მითხარი ახლა ამ დაშორების მერე გავრცელდა ამბავი, რომ დავა დაიწყეთ თქვენ. არა. დავარაზე. თამოსკის გაკეთდა. არა, ესეთი, ნუ
ეს ისეთი თემა არა, არაფერს არ მართმევდა ესე. თუმცა მოიგეს, ანუ ეს არა, სასამართლო მაგაზი არ ყოფილა, სასამართლო მაგაზი არ ყოფილა. აბა რაზე იყო სასამართლო? არ მინდა, იყო. შეგიხო ხელი? არა, ესეთი რაღაცა არ ყოფილა. რა შეეხება ხელით დაცვას ხუთკაცთან ერთად დადის, ესენი გაგლეჯავდნენ ერთი ხელით. არ ყოფილა ეგეთი რაღაცა. არაფერი არ ყოფილა, რაც ეხა არაც იძახი. ხო, არ ყოფილა ეგეთი რაღაცა. ანუ თამოსკინზე დავა და რაღაცა არ ყოფილა, თამოსკინ თავიდან ჩემი იყო და 100%-ით ჩემი იყო და არის. ჩემი ყოფილი ქმარს არ დაუკარგავ იმაში, რომ მართლა დამეხმარა თავიდან, რა თქმა უნდა, მე ფინანსურად აგიდგა გვერდში და ხელი ქონეთ მოწერილი თამო? არა, არ მქონია. მასწავლა ყველაფერი ინვესტის გაკეთება იქნება, ტრანსპორტირება იქნება თუ ასე და მე დაემშვიდობი, ყველაფერი დაალაგე და კარგად. არა, ეს არ ყოფილა. არ ვარ ეგეთი. ხო, თან ვიცი რომ შენი მეუღლე ფულიანი იყო და ინვესტირება ფულს წამოიღებ დიპლომატ. ფულიანი არის. ხო? მე არ ვარ ესეთი ადამიანი. კაი. ბავშვს თუ მაინც ეხმარება. კი, რა თქმა უნდა. იცი რა მითხარი, ვიცი, გავრცელებული ამბით, 6 ოთახიანი ბინა რატო იყიდე ახლა შენ? რომ ამბობენ რომ მეუღლემ გამოუშვა იმ სახლიდან, იმიტომ რომ შენი მეუღლის სახლი იყო. ჩემი მეუღლის სახლი არ ყოფილა, ჩემი მეუღლის ოჯახის სახლი იყო. ერთ სახლი ქონეთ ხო, ჩემი მეუღლის სახლი ყოფილიყო, არ წამოვიდა. ხო და იძახენ იმას, შობლებმა თქვენს უარი? არ მინდა ამაზე საუბარი, უბრალოდ არ მოგეთ გავრცელებული ამბით, მე ხარ მოგიყვე. დედამთილ მამამთილთან ხო არის ცხოვრობდა ბიჭო ხო და არა, თურმე გავრცელებული ამბით თქვენს რომ არ უნდა იცხოვროს ამ სახლშიო. არ ყოფილა ესე. აბა მოყვები რა, როგორ იყო? მაშინ თუ არ მოყვები, ჩვენ ყვებით ახლა. ხო, თქვენ ყვებით არასწორად. ესე იგი, მე წამოვედი რაღაც მიზეზების გამო, ესე იყო საჭირო რომ წამოსულიყავი და კარგი თქვენი რომ წამოვედი. კაი, ბინაზე იძახი რომ წამოხვედი შენი სურვილით. ავტომობილიც ხო ჩამოიცა, გამოგართვა უკან, ჩამოგართვა თუ როგორ. ხო, ავტომობილს ცოტა შემთხვევით ისე მოხდა რომ რაღაც მიზეზების გამო ეხა უყურე. ეხა როგორ მეშლება? რატო დაუბრუნე? ერთი წამი, ნახე რას ყვები ეხა? მოიყვანე მანქანა და ახენია. თელ საქართველოზე ეხა რას ყვები? შეხედე და არ მინდა, აღარ მინდა. არა, გავიგეთ ეგ რო აღარ გინდა, ოკეი, მაგრამ თელ საქართველოზე იძახი რომ ბინიდან წამოვედი რაღაცა მიზეზების გამო, მანქანა მივეცი რაღაცა მიზეზების გამო, სასამართლო თუ რაღაცა მიზეზების გამო, ეხა ყველა გამო, ყველა მაინც იწვის იმას, რასაც ჩვენ ვიძახით. არ მგონია თქვან ახლა, იმიტომ რომ ეს ჩემი პირადია. როგორ არის, სახლი წაგართვეს, მანქანა წაგართვა, უნდოდა რომ დაენგრია შენთვის ცხოვრება, თუმცა შენ ძლიერი ქალი ხარ და უარესად მაგარი ცხოვრება. და ეს ოთახიანი სახლი, საუკეთესო ავტომობილი, არ ვიტყვი მაგას. ისეთი ცხოვრება გიქნება შეიძლება დაგირეკოს ოთახიანი ბინა მიყიდა თავი გავაკეთე. მე ვცემ პატივს როგორც ჩემი შვილების. აი ვცემ დავტოვოთ და დანჩენი ამოჩვენე. უდიდეს პატივს, კარგი მამა არის. შესაბამისად გიყვარს ისევ? არა. იმას? არც იმას, დარწმუნებული ვარ ალბათ. ჯადო ხარავინ გაუკეთა? შეიძლება გაუვარა ეხლა და სხვა ყავს? არ ვიცი, გინდ ყავდეს და გინდ არ ყავდეს. ღმერთო. აი, ესე იგი ვიღაცა ყავს. ხიხი ხაღაში იძახის. და აი ესე იძახის. ამას არასწალი ახლა დაფრინავს აგედიკით, ჩინეთი, კორეა თორე აკაუნტი იმის გუგაღარი ჯადოები, ჩინეთში უთხრეს თუ ძალიან ძლიერი ჯადოებიაო. რას იძახით, ეგეთი არ ვარ. კაი, მითხარი, შენ პირადში რა ხარ გაუთუში, გალო გვერდი. უი, მე მირეკავე, მე მგონი შენ ტელე. ეს უკვე ჩვენთან არ არის, ეს ენერგიულობს, უკვე არც ეს ტელეფონი. გამელისი მოიტიკრე, მაინც ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ზოგადად მე უზიარებ ჩემს გამომწერებს ყველაფერს, რაც შემიძლია რომ რაც გავიწყდება ჩვენ უზიარებ. სანდომინა, ისეთი აზარში შევედი და კაი, მე ფილმი გადის, აი. უბრალოდ ბუღაი გამელისი, თორეო, სანდომი, აი არ ვიცი. უბრალოდ ერთი რაღაცა ყოველთვის მინდა რომ თქვა, რომ ჩემი კომპანია არის ჩემი აშენებული. ის რომ ვიღაცამ შენ მოგცემ, მე შენ მოგცემ $5,000 და მიდი და გააკეთე პროდუქტები, შეარჩიე პროდუქტები და ასე შემდეგ. ანუ მე არ უკარგავ არავის კარგს. არ, რაც შეეხება ბინას, მანქანას. ანუ შენ მაქმარობა მოგცა თანხა და შენ ეს კომპანია შენ მე ააწყეს. თანხა დიდი თანხა არავის არ მოუწია. ხო რაღაც ანუ არ მინდა რომ დავაკონკრეტო ეს რაღაც. უბრალოდ მე ყოველთვის მექნება გინ ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახისთვის მის ანუ ყველასთვის რომ მე ამაზე ვიდაო, იმიტომ რომ თამოსკენი არის
პროდუქტი თუ კარგი არ არის, ხო? ანუ იქ არც სამომავლო მიცია, პროდუქტი ყიდის, ხო? კი, მე ცნობადი ვარ მესმის, მაგრამ ერთხელ რო იყიდი ამას და არ ვარგა, მე ჯერ აღარ იყიდი. ანუ ყოველთვიურად შენ გვარს უგზავნე, ხო? რაღაცა შეკვრას, ახლა ბოქს, რაღაცა სახის რუტინა. თუ იცი რა არის, სხვადასხვა თუ სჭირდებათ მის ახლობლებს, ხშირად თუ სჭირდებათ მის ახლობლებს და ასე შემდეგ დიდი სიამოვნებით. აი, შეყვარებული თუ საცოლე რო ყავს, იმასაც უგზავნი. არ ვიცი, უგზავნი ერთია, მაგრამ რა სურვებს შეგდით მეორე. არ ყავს, არავინ არ ყავს და თუ ყავს და თუ უნდა თამოსკინი, დიდი სიამოვნებით. შენ პირადში რა ხდება? რა მოაშორპი არა რა მე პირადად გალო არასქმისთვის თუ მოხდი ჯაგეტერა სახში არა და ჩაუჭები არა არაფერი არ ხდება ისე გიბწყინებს თვალები რომ გამორიცხულია რომ რამე არ ხდება მე მიმწყნარ ჩემ კომპანიაზე ჩემ შვილებზე და რო გიყურებ შენზე ეხლა რო ვიყავი კორეის პარტნიორი რომ ყავს რაღაცა გადავიღეთ ძალიან სახალისო პარტნიორს ტოვებთ პარტნიორი არა ხო რა თქმა უნდა დატოვეთ მე ხო და თან შეჭრით ხალხმა რაღაცა კომენტარები და იმდენად აი კაც მოძულე გავხდი და იმდენად ჩემთვის საშინელი იყო ეს რაღაც ეს ჩემი დაშორების სიტუაცია და აი იმდენად მიხმარება ჩემი კომპანია ჩემი შვილები ეს განვითარება რომ ჩემთვის ვინმე რომ ეკითხება პირადში რა ხდებაო კაც მოძულე როგორ ანუ გეზიზღება კაცი არ მეზიზღება უბრალოდ აი კაცი პირადში რა ხდება არ უნდა მკითხოთ აი არაფერი არ ხდება და არც მოხდება ალბათ არასოდეს არ აი იმდენად მე დავითნე ხდები ხოლო ისე მე დავითნე არ შეიძლება ღმერთი სამობით არის შეიძლება მესამედ გაგიმართლოს კაი ნუ ანუ იცახეთ ეს მოიწინე თუ რა გჭირს რა უბრალოდ არა რა ხიარული მოვიდა ხიხი ხახათი და არა ხიარული რა შუშა მაგრამ ამ განათებას ნახვა იქნება შეიძლება გამოსკინი დაწალო ტრაილერები ჩამოწალოთ ამოსკინი პირადად რომ მე მეკითხები ახლა მე უცნაურება ეს კითხვა მე პირადი რა როგორ მეკითხებით ესეთი ვარ ანუ კაი გადავიდეთ ახლა ძველ ამბებზე ისევ რა ახლა იმას არ იძახი ამას არ იძახი და რაღაცები ხო ნუ არ მინდა რაღაცა გადაცემაში იყავი ადრე მძიმე კაცთან ეს გადაცემა აღარ არის ხო და კითხეს თუ პორნოს უყურებ თუ არაო აი მე და წორეოზე თუ არ გამაგონოთ აი ხო და უთხარი კი პორნოგრაფია როდის ნახე ბოლოს დაახლოებით ერთი კვირის წინ მარტო მოყურე კი რომელ განყოფილებაში შეხვედი ეს უკვე ჩემი საქმეა ეს უკვე პირველად სად ნახე და როდის მე ვიყავი დაახლოებით 13 წლის შემთხვევით ადრე იყო ესეთი ფირიკი არ იყო, კასეტა იყო, დიდი კასეტები რომ იყო. ხო, ვიდეოში ნახე, შემთხვევით სხვა რაღაცას ვეძებდი, უჟას თუ რაღაცას და შემთხვევით აღმოვაჩინე თვალები ასე გამიფართავდა. გეხვეწები, რატომ ეკითხებით ეგეთ კითხვებს? ვაი, აბა აქ რა ხალ იმის კითხვა არ გინდა, ლოცვის და აბა რა გამაკეთე? კარგი, ნუ მეკითხები ეგეთ კითხვებს რა. ერთმანეთს იკითხეთ, უყურებ, მე ნუ მეკითხები. ტორეო სანა პორნო დაი. უყურებ პორნოს? რა თქმა უნდა, სანა პორნო დაიწყება ტორეო ტორეოს იზღავენ პირში, ჰა? მე იცი შერეული მიყვარს. არა, მოხევი ტორეო რო შეისხი პირში, სახში რო გიგონა ყელის სამალი და რა ფილმს უყურებდი რო გაგიჭი. გოგო, სახში შევისხი ტორეო. ბომბა ისტორია. აი იცი რას უყურებ, აი ისეთი ერთმანეთს გლადიატორს უყურებ. მე აქ არზი ვარ ჩათვალე. უცებ თავი წააჭრეს და ამ დროს ლეპტოპი გადმომივარდა. კაი საწოლი. ორი შესხმეთელი ღამე მუშაობ. გეხვეწები, სხვა სტუმართან გაიმეორეთ ეს ლაპარაკი. კაი. კაცთან, ჩემთან ამოჭერით, გეხვეწები. ვაიმე, წინაზე საერთოდ სამჯერ შევასხი გადაცემაში, ნანიკო რო იყო და გაოფლილი იჯდა, ბავშვი აწითლებული, ერთი სული ქონდა გადაცემა მორჩენილი. სტუმარი მყავთ და ესეთ მდგომარეობაში ვიჭეკი. კაი. დაიდე, გვერდზე დაიდე. ესე იგი, პორნოზე არ ვისაუბრეთ, რატო უყურებდი და რა პერიოდი ქონდა. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ეხლა მოყები შესტავზე. რას უხდი რომ დილიდან საღამომდე და როდო შენს გარშემო არიან. ბავშვ ფერი აღარ აქვს. და რო გავიცანი, საერთოდ ახალგაზრდა ბიჭი იყო რაღაცა. იცი რა, მე ვფიქრობ რომ რაც დამოსკენ შერენ, უფრო ფერიზე წამოვიდნენ ყველა. ფერზე წამოვიდა, გაუსმევ ალბათ ინტონალურებს, ვარ დაინახო თეთრი გლებივით. არაფერი გამოეპარებათ არც ერთ ივენტზე. ის პატარა ქურდი სად არის სალი? სალი სად არის? სალი ბავშვებთან არის. ირო დაგვი. ვინ ახარ პატრონს გამოვიდე? ჩემი სიყვარული ხარ, მიყვარ ხარ. კაი. მე მყავს მაგარი თანამშრომლები. ყველაზე მაგარი. სტენზეც მომწო შენ თანამშრომლები. სტენზეც, ისედაც, ჩემი მენეჯერი. მე უკვე მეშინია გადაცემის მერე ამის გუნჩი ვიქნებით რაღაცა. იყელი კაცო ხიხი ხახა გადაცემა არის. ყველა ეს ავწიო ცოტა ხო და წარსულს ვერ გაიქცემ. მე ვფიქრობ, ამაზე ხალხის დასალაპარაკო. ზოგადად ვფიქრობ, რომ კომპანია თუ გინდა რომ წარმატებული იყოს, ერთ-ერთი იმის გადა პროდუქცია უნდა იყოს, უნდა
უხდიდე კარგად ხელფას. ყოველთვის ჩემ არ მიყვარს ზოგადად მე რაღაც ჩემ თავზე ქებადიდება და ასე შემდეგ ჯობია რომ სხვა მისაუბროს ჩემზე. გინდ კარგი გინდ ცუდი. ჩემ კომპანიაში 54 ადამიანი ბედნიერად გწნობს თავს, კარგად გწნობს თავს. მაგდენი ვარ ღმერთო. მაგდენი ხარ ვარ ყველანი. კაი. ესე იგი, ან ისე კარგად ცხოვრობ თამბოვში, მაგრაყიდი ამ თამბოვსკის. გადის ლიწინით. მოვა დრო, როდესაც მართლა ვიტყვი, რომ აი ესე მეთქი, აი ესე კარგად ისე ცხოვრობ. რა მითხარ, რა გერიდება? 2 მილიონი ლარი ვალიბაკ. რა 2 მილიონი ვალი გაქვს? გოგო? ხაიმე, ეს ამოუჭრა თამბოვში. არა მოჭა, ხალხ იცი რა არის, ხალხ ხო ეხო. ვაიმე თუდად თავი. ვაიმე თამბო. არა, ბოდიში. არ გიდა ტორეო და რა არ მინდა. 2 მილიონს აკლია რაღაც 200. დაიდე გეხვეწები ვამელის გატან 2 მილიონი გადასახდელი რომ მქონდეს. რა მოგზაურებდა გოგო რა გინდა არა მაგის გამო ბიზნეს კლასებით 2 მილიონი 2 მილიონი კონია გადასახდელი არა მაგის გამო არა ვაიმე გამივიდა ოფარი მაგის გამო არა აბა თქვენ როგორ ფიქრობთ როდესაც მოდიხარ სახლიდან იქ ძალიან ბევრი რაღაცები არის ხო გადადიხარ ქირით იქ ითხოვნებთვის გადასახად ბავშვის ამდენი რაღაცები მანქანას ყიდულ ხაიცა ცოტა ხნის წინ ალიმენტებს მამა იხდისო და ჩამოთვალა ეხა ამის გარდა არა სკოლის გადასახადს მე ვიხდი ამის გარდა რამდენია სკოლის გადასახადი ბევრი $7,000 $7,900 და მე რომ ვასწავლო შენ ორივე ბავშვს ცეკე განათლება მაქვს ვასწავლი ყველაფერს ყველა საგნს $7,000 თვეში არა ბაღის იმას მამა იხდა კაი ეხა რა მითხარ ნუ ესე მოღმერე სახლი მე მანქანა ვიყიდე სახლის ამონაწერი ნახე $1,300,000-ია გადახდილი ლარში ხო ეგრეა ტომპალი ხარ ნახე ტეკერენაწერი მანქანა ჩამოვჭოთ ხო მე ფინანსებში ვერავინ გამომაპარებს და მე იმაზე მეშლება მე ხო იცი ამისი მეუღლის ქონებაც დავიანგარიშე არა ჩემი ყოფილი მეუღლეს მაგის სახეზე არაფერი არ არის ეგ ვიცი მამამისის მე ვიცი რომ ისი ოჯახის ბიზნესის ბუღალტერიაში ფინანს ხამას ხელფასი ქონა მოჭრილი მამამის აქვს და დედამის კაი ბლომად ქონება რამდენი მილიონის არის პროსტა მე ყურში გე კაი ეხა რა მითხრა იცი მართლა მე არ მე დებილი რო არ ვიცი მე ერთზალი ვიყავ მე არ ვიცი რა გერიდება ამ წარსული ცხოვრების აი მე რო ეხა გიორგი ნაზღეთ იმდენი ტიტველი ფოტოებია სხვა რაღაცას ვიძახი სხვა რაღაცას და კი არ მერიდება რაღაცები აი რაღაცა შემიძლია 1 2 3 რაღაცის მე დავითნეს ის აი რაღაცა არ უნდა გამეკეთებინა თორე კი არ მერიდება მე გოგო შენ გონია ისად ნანობს მაგრამ სულ წარმარა მეუბნება რა სისულელი ამოანათეთ ჩემი შიშველი ფოტოები გადაწერა რა ამის მე დავითნობა მონა გონი არის შენ რო ვარკეთებში მოკლე შორტებით როეშვები ტრუსიკი შენ არ გინახავს ჩემი საერთო შიშველი ფოტო გადაღება მართლა მე წამინახა ეს იქნებოდა მაი ასათია და გადაცემაში იყო ქვეყნის დაანგრევა იყო სამ ამერიკაში რა ქვია რომ ღერის გაჩუმდი იმაში რომ კილონკაში გახოლებ ტიტულები რო ხართ ორივე ეხა რა მითხარ იცი მართლა იქნა სად ნახე გოგო ამის YouTube-ზე დევს კლიონკაში გახვეული ტიტველია ნუცა შანშიაშვილი რაც ეს ტიტველი ნახა ქარი ფსიქურად შეიშალა და ამერიკაში გადაიკარგა პრობლემა არ მაქვს აი ეგ არ არის ჩემი შიშიშო სუ შიშველი ფოტოები მაქვს რა სიძახი ის ამოვანათებთ არ მაქვს პრობლემა მე წარსულზე არ უბრალოდ გავიხადე ისე რომ მქონოდა, ეხლა ესეთი ტვინით ვერ ვიქნებოდი, ესეთი ფსიქიკით ვერ ვიქნებოდი. მე ეს არ გადმომიყირავდეს. გოგო, შიშველის ფოტოები რო ნახეს, ბუღა იმით შემოვიდა. შენ შიშველი ფოტოები არისო. შენ ქონდა ლამაზი ესთეტიური ფოტოები, რომელიც შენს პროფესიას ეხა ძალიან დაუბრუნდეთ ეხა თემას. დაზღვევა. მანქანა დაზღვეული ყავს? არა. ბინა? ბინა კი, ავტოფსის ცოცხლებს და ბინა. და შუაზღვევდი, გალო, იქამდე არ დაგიფიქრა? იცი, ეგეც ვიცი. ეგეც სხვათა შორის ეს გონდა. შენ რა თქვა, მე კი არ ვიგო, ეგეც ვიციო, გეგმა მე დავაზღვიე. თარაფაში გონდა დაზღვეული $500. და თქვი კარგად ამოგიგეთ. დაზღვეული გაქვს? არა. რა შედის ამ დაზღვევაში? პირველ ბავშვს რო გააჩენ ეგრევე ის რა ქვია გაშავებენ და გიხსნიან დაზღვევას. კეფიცები ბავშვის გაჩენ სხეულზე თუ რა მეგა დაზღვეული ბავშვს რო აჩენ ეგრევე გიხსნიან. მოიცადე ეხა დაზღვეული გაქვს? არა. რა შედიოდა დაზღვევაში? არ მახსოვს.
არ შეიძლება 4 საათი ჯდომა. ეს ნახე როგორ იყო, ეს მე ვიყავი უკრაინაში. ანუ რაზე ვსაუბრობ, საჯდომია და 2014 წლის ამბავი გაიხსენეს. თამამაშრომლებზე ყველაფერი ვიცი, ბავშვი. ოღონდ ეს ნახეთ, ეს გოგო ჩვენ ვიხსენებთ, ანუ დაბადებიდან მოყოლები. ამ გადაცემის აზრი ის არის, რომ დაიბადები იქიდან მოყოლებული. აი თუ ვიღაცამ ეხლა გაგიცნო, ჯერ ეგეთი საქართველოში ყველა გიცნობს ჩვენ გადაცემაში, რომ შემოშეთელ ბიოგრაფიას, აი ის ფილმი გადის. აღარ მომდება ყველა გადაცემების ყურება. ესე იგი იმით ჩემი გაშვების ისა გაქვთ ხო? ვის? არა, გოგო, რა გაშაფი? ამ გადაცემაში. აი, რამდენი ხანია გავდივართ ეთერში? 6 თვის. რაღაც ჩემი საჯდომის ხო? 6 თვის განმავლობაში. ახლა გეტყვი, აი, ვინ არ გყავდა, რა სტუმრები არ გყავდა. ახლა ნანიკო ხაზარაძე პირველად მოვიდა, იმედად არც ერთი სტუმარი აქედან წასული გადაცემის ნახვის შემდგომ არ არსებობს, რო თქვა ცუდი იყო ჩემი სტუმრობა. არ ახსოვდეს ვიღაცას ჩემი რაღაცა ის ნათქვამი თქვენ გაახსენებთ. უიმეს ვაჟალოვინცეო როგორი განცუდი გოგო ყოფილა ორებს არა, ბიზნესში შენ გაკ, ფული შენ გაკ, კაი ცხოვრება შენ გაკ და ეხა ის ინდირა ვიღაცა იქ რა სიტყვა რას დაეცე. არა, დავეძებ. ჩემთვის ეხლა ამ ეტაპზე და ზოგადად არის მაგითო მოიხსენი დაზღვევა. დაზღვევა კაი დაანები რას ჩაცვიდები ხომ ამ დაზღვევაში შენთან გაქვს ცხური დაზღვეული განა არ ვიცი შენ უნდა დაგიზღვიო ზუზუები იმიტომ აფრიკელი ქალები თქვა უკვე ჩამოწ რო ამოგატრიალო შენვე ზუზუები შეიძლება წაენ თამაშეს სტორი ჩამოგდე 6 კილო მოგმატებული ცეფალა ზუზუები იმენა ჩაშკები აქ მაგის ოპერაციას კეთდება სხვათა არა გოგო მე თლიანი ამა ჩამის გამო იმის გამო კი არა თავები კი არა მაგაც იმიტომ ზის ცოტა ეს აქ არის შესული თამურის ოპერაცია გაკეთებული გულის გარდა ყველაფრის თითქმის აქვს ჩემი ცხურის ოპერაცია მოსგაკეთებული რამდენჯერ ხო ეს მე რეკორდსმენი ვარ საქართველოს სამჯერ გაკეთებული 3-ჯერ უფასო უფასოს რომ მეუბნები ეგრე ვიკეთებ არა მე უფასოდ არა მე ყველაფერში ფული მაქვს ყოველთვის ხას არ ვიცი მე ვფიქრობ რას ქვია ჩვენი გარეგნობა იქ ფულიდან გადაიხადო იმიტომ რამე რო იყოს კარგად ედავები ანუ ბარტერზე და რაღაცა არასოდეს არ გამიკეთებია არაფერი მე მყავდა ფანტასტიკური ექიმი ნინო ქურიძე მიყვარხარ გამომიწორეთ ყველა დაზიანება. ხო, სამჯერ გავიკეთე ოპერაცია, ცხვირის, და ვფიქრობ რომ საბოლოოდ. გოგო და სულ ეკრანზე იყავი და ეს ცხვირის ოპერაცია გაკეთებას ოდით ასწრებდი? სულ როგორ ვიყავი? მე რა ვიცი, სულ აი ყოველთვის აქტიური. ესე იგი რა გაგაკეთე? ცხვირი გაკეთე. ცხვირი, მკერდი. საჯდომი. არა. საჯდომი შენია? არა, აი ხა ნახე მე ვიცი საჯდომი გაკეთებული. ფილერი მქონდა, ბოდი ფილერი მქონდა. ხო, სხიმი ამოუღეს გვერდებიდან და საჯდომში გაუკეთეს ვიდეო გადიოდა. ვაიმე, საჯდომზე გამახსენდა სხვა. მაგრამ სხვათა შორის ეს იმედია ჩემს არავის არ ეწყინება, ეს იწოვება რა, ანუ ის არ არის ეს სხიმი, როგორც გახდები, გახდება. ხო. როგორც გახდები, გახდება რა. სხვათა შორის ერთი ცნობილი გოგო, აბა თუ იცით, პროს სახე და გვარს ვერ ვიტყვი, თუ იცით დარბაში ვინმე, ერთი დუმა რო გაუსკდა. ჩაჩუტული დუმით რომ მოძრაობდა. რა სიტახე? ხო. ეგ ალბათ სილიკონი. ამან ცხიმი შეუშია. არა, მე იმპლანტები რაღაცები ცხოვრებაში არ გამიკეთებია, ანუ არა. არ ვფიქრობ რომ საჯდომზე არის კარგი. კაი, ოჯახს ხო შევეხეთ, ეხა ოჯახზე დაუბრუნდეთ ისევ რა? შენ მაშინ დაუშვეს, თუმცა ხელი რო არ მოაწერე. მაშინ დაუშვი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხელი არ მოაწერე. შენ მაშინ დაუშვი შეცდომა, როდესაც მაგ სახლიდან დროზე ადრე არ გამოიტანენ ნივთები. ეგეც არის. უნდა დაგეტოვებინათ. რო დაგეძაბა, უნდა გეზიდა ის კაი რაღაცები ჩანდა იქ მომეწოდა რაღაცა უგალოკი ის. ტრილიაჟი ისე მომწონდა კრემისფერი, დაავლე და ჩადე რა ნე. ჩადე ზუკა აქ არ არის, მოკიდე და წამოგაღებინებ. მე ვფიქრობ რომ არ მჭირდება არის არაფერი. და ეგ არის, მარიკა რაღაცა შემოიქნა. არ ვარ ესეთი ადამიანი. ძალიან ცუდი რომ ეგეც რომ ვიყო ალბათ. ერთი სიტყვა ჩააწვე და ჩათვალე უკვე იქ არის და შვილი გარეთ იქნებიან. მე ვფიქრობ რომ მე არავისი არაფერი არ მჭირდება. კაი. ესე იგი, შენ პროდუქციას რო დაუბრუნდეთ, მოკლედ შენ და პირდაპირ დავიწყოთ, რამოდენიმე შენ გარშემო სკანდალი არის. მაგრამ ამ სკანდალებში აი ითხოვდა თამაზა რომ შენ და რა ქვია ჩოგურთელის გოგოს სტუმრად რო ყავდა. ნეკა დოროყაშვილი არ ბოდიში ნეკა დოროყაშვილთან იყო, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს თემა არ გვაინტერესებს ჩვენ და უფრო საინტერესო თემა არის რაც დაუსრულებელია და ხალხს მართლა ინტერესებს შენ და ნუკი კოშკელიშვილის შორის რა ხდება? რა ხდება? არ ვიცი. გადაცემა გქონდა, თქვენ იყავით დაქალები, მე მგონი, პირველი გადაცემა მაგით დაიწყე. ნუკიც იყო ამასთან და შენც იყავი იმასთან? თუ როგორ იყო? თუ შენ გადაცემაში იყო ნუკი ადრე? YouTube გადაცემა გქონდა. ზოგადად საქართველოში ფასად თუ რაღაცა. ზოგადად საქართველოში ძალიან მიხარია რომ არიან ბევრი წარმატებული ქალი სკინქეარის კოსმეტიკის მიმართულებით.
მაგას არ გეკითხები, ხსა წახვედი. არა, მე როგორც მინდა ისე წავალ, შენ რომ მიკარნახე მე როგორც წავალ. მე დავაბრუნებ უკან თემას. ანუ შენ და ნუკი კოშკელიშვილი შორის რა ხდება, რა ვერ გაიყავით. ანუ ერთ ქარხანაში აწარმოებთ ამ ჭურჭელს თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ანუ ორი დამოუკიდებელი ქალი, ორი ჩემთვის ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, აი, მე თქვენს ადგილას გახსოვს ერთხელ ადრე იყო მაია ასათიანს და ნანუკა ჟორჯოლიანი შორის. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა? მიდი, let's go. მე პირველ რიგში ნუკის უდიდესი მოკითხვა და უდიდესი წარმატებას უსურვებ თავის ყველაფერში, პირადიდან დაწყებული. მოდი დაურეკოთ ახლა და დაელაპარაკე. გიორგი. რა მაგარია მიდი რა. დაურეკე და დაელაპარაკე რა. მინდა რომ შეგარიგოთ. ბიჭო, არ ვართ ნაჩხუბრები. აი ხა უნდა დაურეკო. სად არ ნუკრი? გიორგი. არ გინდა დაურეკო და ადამიანმა დამბლოკა იმაზე ინსტაგრამში და მე დაურეკა, კითხავ, აი ხა უნდა ვკითხო რატო დაგბლოკა. მე ვაფშე თქვარი აპარატი გაფუჭდა თქო ის ჩეკების ამოსართმელი და თამასა. აი ხა დაურეკო და კითხო ნუკი კოშკელიშვილს რატო დაგბლოკა. რომელი საათია ამერიკაში? გათენდა კაკრაც ეხლა უკვე შეკვეთები წამოვიტოტა. რო გაუჭედა შეკვეთება. დეგენერატო. ურეკავ ნუკი კოშკელიშვილს. ეხა მაინც უნდა გავარკვიო, ხო შეიძლება სადღაც გაირკვეს ეს ამბავი. სკანდალი. ჰელო! როგორ ახარ? კარგად, თქვენ ვაიმე. მეთქი რატომ მირე? გადაცემა სარკასტიკაში ხარ უკვე, გადაცემაში ხარ, ველაპარაკებ ნუკი კოშკელიშვილს და თამო ვაშალომიძე გყავს გადაცემაში. და გადავწყვიტეთ რომ საბოლოოდ გავარკვიოთ თქვენი ამბავი, რა გჭირთ ამ ორ ადამიანს, ორივესთან მეგობრობ, რომ აი რა ვერ გაიყავით. ანუ ერთ ქარხანაში აწარმოებთ ამ ქილებს თუ რა ჯანდაბა არის. არ ვიცი, რამე გვაქვს ჩვენ გასაყოფი, არ ვიცი. არ ვიცი, საიდან მოიტანეთ კაცო, რომ გასაყოფი გვაქვს ან მოკლედ ამ ვაშალობიძემ თქვა, რომ შენ დაგიბლოკია, სადაბლოკე, სადო? ხო, სტორიზე ყევა დაბლოკილი. სტორებში ყოლია დაბლოკილი. TikTok-ში ყოლია დაბლოკილი. მოიტან მე სულ ხედავ ხოლმე რომ უყურებ ჩემს სტორებს. არასდროს არა, აი ხა შეამოწმა, აი ამოწმებს ეხლა, რომ დაბლოკილი ხარო. ვაიმე პატარა ბაიას დაბადებას გილოცავ, გილოცავ ნუკი. ვაიმე ლეწეკვარელია. ხო, ანუ დაბლოკილი ვარ, ხო? აბა შენს ნახე დაბლოკილი ვარ. ხო, საბაშენთან ხო ჩვენი. სადა ხარ, გავ დაბლოკილი გვერდი ხო ნახე. სტორიზე ვარ დაბლოკილი. სტორებს ვერ ნახულობ შენსას. უი, ნუკი დაგიბლოკია ჩემოს, ალბათ ხელი დაგეჭირა. ან ბავშვმა დააჭირა. ბავშვმა ხო აი პატარამ ალბათ, პატარამ დააჭირა. ნუკი უდიდეს წარმატებას გისურვებ, მართლა მიხარია შენი ამბები. ძალიან. როგორი ლამაზი გყავს, ჯანმრთელობად, ბედნიერებას გისურვებ. უი, ხო გოგო, აი, აი არა, ვერ ხსნის, თორებზია დაბლოკილი. ხო. და მიხარია შენი ამბები მართლა მთელი გულით. მთელი გულით. როგორი ლამაზია, მამას გაგავს. ანუ შერიგდით, დავკლად გოჭი. ნაჩხობრები არ ყოფილვარ. მოდი რა გაშალეთ სუფრა და თამოსკინი აქედან ნუ ის. აქეთ ხო მარტო გავშალოთ სუფრა, ერთ ხარეს თამოსკინი და მეორე მხარეს ნუკი კოსმეტიკი და აი ვიქეიფოთ რა ტონალურები, ძახის. როგორი უცნაური რაღაცა რა, ეს ხალხს უნდა რომ დაგვაპირისპირონ. არა და ჩვენ შორის რეალურად მართლა არანაირია ეს რაღაცა. არაფერი არ ყოფილა. ბრძოლა არ არსებობს, ვართ აბსოლუტურად ორი დამოუკიდებელი ქალი, ჩვენსას ვაწვევით, ჩვენსას ვაკეთებთ, რატო გვერდით არ ვიცი რა. თამოს თავისი ხაზი აქვს, რაღაცას თავისას აკეთებს, მე ხარია ყველა ქართველი ქალის, არა მარტო ნუკის მაიასი, ძალიან ბევრი ქართველი ქალი, ვინც აკეთებს და ხო, ვინ არის თქვენ შორის პირველი, ვინც დაიწყო ეს ქალური კოსმეტიკის გამოშვება? ნუკი იყო პირველი. მე რა ნიშნობა ქვია პირველი რა ვიცი ყველა საკუთარი მომხმარებელი ყავს. გოგო თქვენამდე ნინი ბადურაშვილი არისო ორივე რას ბლატაობთ. თუ ესია ნინისა სალომე ღვინიაშვილიც არისო. რა ვიცი რა მნიშვნელობა ყველა წარმატებას უზღურავს. არა. არა, პირველი ვიყავი მე, მაგრამ მაგაზე არ არის ვინ იყო პირველი. რას ნიშნავს ვინ იყო პირველი? ვიღაცა იყო პირველი, ვიღაცა არის მეორე, ვიღაცა არის მესამე. ყველა ვაკეთებ. თან იცი რა არის ყველა საინტერესო, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან ბრენდი, აბსოლუტურად განსხვავებული და ესე იგი არავინ დაწყებული სხვადასხვა ბლოგერებიდან და დამთავრებული ადამიანებით, რომლებსაც უნდათ რაღაცნაირად გაიპიარონ თავი, არ იზარებენ, რომ ხან ერთმანეთს დაგვაპირისპირონ, ხან აი მეცადენი მწერს, რომ რაღაცა თამო გადამიხადა, რომ შენზე სულ. არა, აი მე ხა იმიტომ ჩვენი გადაცემით იმიტომ დავრიკეთ, რომ აი ეს რაღაცა ჭორი სამუდამოდ დავამსხვრიოთ და თქვენ ორივეს გისურვოთ წარმატება და იყოთ კარგად და ბედნიერად. თამო ხაუ თქვენ პირდაპირ თუ არ ვერჩით ერთმანეთს. რა ვიცი. მოიჭე ესე დავსვავ. იცი რა არის? აბა, ერთად.
ჩვენი გზა გვაქვს ცხოვრებაში, უდიდესი წარმატება, დამალაპარაკე, უდიდესი წარმატებას გისურვებ. და მიხარია, მართლა მიხარია და რო ჩამოვა ამერიკაში დიდი სიამოვნებით გნახავდა გესტუმრები. და გავიცნობ შენ პატარას. მოიტენთორი მის ხმარის მის ნუკის. გაიგო. ხო მოკლედ, ნუკი, ან შენ ჩამოხვat საქართველოში, ან ჩვენ ჩამოვთ ამერიკაში, შენთან ჩავწეროთ ინტერვიუ. მე ჩამოდივარ საქართველოში, ვიქნები ორ კვირაში. ვითქვა, რომ ეს გადაცემა არ აკეთებს კეთილ საქმეს. 2 ბიჭო, კეთილი რა, იცი რა არის? ერთ რაღაცას ვიტყვი, როდესაც ხო დამაცადე. როდესაც ახლა ნაჩხუბრები ხართ, შეიძლება შერმე, მე ნაჩხუბარი არ ყოფილვარ, ჩვენ არ ქონია. ჩვენ შევძელით. რომ ხალხის აი ეს ჭორები დაგვემსხვრე ერთხელ და სამუდამოდ და გვეჩვენებინა, რომ 2 ძლიერი ქართველი ლამაზი ქალი აწარმოებს ქართულ პროდუქციას და უნდა უგულშემატკივროთ. მაგრამ ნახე იმას, დაბლოკილი ყავდათ აი სა. კიდევ ხო, აი სწორებს სხვათა შორის, მოდი სიმართლე ვთქვათ, აი მე ნუკის სწორებს ნახულობ. ხო, თამოვერა. თამო დაბლოკილი ყოლია ნამდვილად. პირველ რიგში მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა თქვენ. ბრავო რომ გაუძელი ამ ხელა შემოტევას. არა, ჩვენი მარტივი. მიჩვეული ვარ. მაგრამ ნუ ვამელის მაინც გაგატანთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ დაგჭირდება ვამელი. ვამელი. გამახიდებელი შფოთვი და ნუ შვიდათო ეს აძინებს როგორც იცი პატარა ბავშვი. მე ვფიქრობ, ყველა სტრეს გიხსნის დაძაბულობას და 2 შაბათს რო ჩართავ, 2 ცალი ვამელის ენის ქვეშ დაიდე და აი სუხიხი ხახაში უყო. სალისაც დაალებინე, იმიტომ რომ არ ინერვიულობს, მაინც არ აქვს მოსმენელი, ზუკამ კაი მოისმენე. აი ზურამ გადაიღო ყველაფერი. მინდა გადმოგცე Flame Food-ის ვაუჩერი, კვების ობიექტის, მიბრძანდები და უგემრიელეს კერძებს დააგემონებ, ჩემი ფავორიტია ქათმის სენდვიჩი. ასევე მინდა გადმოგცე Moonlight Tbilisi, თანამედროვე სილამაზის სივრცე, სადაც მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურება, კომფორტული გარემოა, ხელმისაწვდომი ფასებია და მოკლედ ეს ისეთი სივრცე არის, ისეთი სალონია, სადაც სალონში კი არ შედიხარ, რაღაცა ისეთ სივრცეში შედიხარ, სადაც ლამაზდები, თან კომფორტული გარემოა, ხელმისაწვდომი ფასებია, ნუ მოკლედ 64-ია, მათგან გადმოგეცემა 300 ლარიანი ვაუჩერი. თან 2 ფილიალი აქვს და ერთ-ერთი არის საბურთალოზე შენ სახლთან ახლოს და ჩახვალთა განაცხადი. შენია, ძალიან დიდი მადლობა საჩუქრებისთვის. ასევე შემდეგი საჩუქარი არის ქართული ბრენდის საფერო, რომელიც ქმნის შამპონებს, სახის კრემებს, ტანის კრემებს, ასე რომ წარმატებებს გისურვებ. ისეთი მოვლენით მაგვაქვს, რომ ძალიან მოგეწონება. თან არის ბუნებრივი ინგრედიენტებზე დამზადებული, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ თმას არანაირ ზიანს არ მიაყენებს. მადლობა ძალიან დიდი. და ეხლა გადავიდეთ ზარებზე, რომელშიც უკვე სტუმარი პრანკავს ცნობილ ადამიანებს. მოდი ქეთის დაურეკავ ჩემ მარკეტინგის მენეჯერს ბიუნისის მაჭავარიანს და ვეტყვი, რომ ბიუნისის წაიღეს იგიდან თქო, ჯინოდან თქო. ფერდა იმიდან თქო, გაიტანეს თქო. არა. ხო, გაიტანეს და რატო გაიტანეს? არ ვიცი, ეხლა ამერიკა დაცვამ რომ მოიბარეს. გატანილია მთელი პროდუქცია და დაცვამ ამერიკა და ქეთი მე ჩაგანდე ისე განდე ეს საქმე. გურეკავთ ქეთი მაჭავარიანს. 12. ვაიმე ისეთი ღელავ, თელ გირეკავ, რამდენი ძლივს გამოვიდა, რამდენი ხანია გირეკავ. ეხლა ამერიკა ჯინოს დაცვამ. ბიუნისის ვიღაცა შერეკელი ყოფილა სპაში. ხოდა გამოსასვლელში. მოგიდა ხელი თლიან ფსტეც და წაიღო. შენ არ დაგირეკა დირექტორმა გოგო. რა ვერ მოხდი ერთი წამი რაო? ჯინოში რაო? სპაში. დამელოდე. შვიდი ერთი წამი. სპაში, ო ვიღაცა ბიჭი, სპაში. რო გამოვიდა, რესეპშენში ხოდებს ბიუნისი, სტენდი პატარა. მოკიდა ხელი და გაიქცა. გაიკიდე, დაცვამ დამირეკა, ეხლა თელი ჯინო პოლიცია არის მისული. შენ არ და გაიქცა და ეხლა არის პოლიცია მისული და კამერებს იღებენ. გაიც ერთ წამი მომის მე რა გაიგებენ მირიყო, მაგრამ რა ინტერესი? გეხოცები მოდი რა. ცების რა ინტერესი? არ ვიცი, მთლიანი ისა იყო, არა და მხოლოდ რამდენი ეტევა თითო იმაზე? 15 ცალი ეტევა, მეტი. არაფერი, ქალო, რა არის, მაგრამ რატო რას გიბა მოკიდე ხელი და გაიქცა? მომისმინ, ეხლა სპაში იყო მასაჟზე და გაერთო გამოდე, დაინახა ეს ბიუნისი. ხო, ეხლა მივდივარ და მოდი ზუკას ველოდები სად არის ამდენი ხანი და მივდივარ. მოდი ხარ შენ, წამოხვა? პოლიცია არის, პოლიცია და გამომძიებლები არიან, ჩქარა ჩაიცვი და წამოდი. ერთ წუთი სალომეს და გალაპარაკებ ერთი წუთით. დავშვიდდი. გოგო როგორ ხარ? არაფერი მსმენია, ეგეც შოქში ვარ. რა არის სასაცილო შეურაცხყოფა ბრენდის? გოგო რა თქმა უნდა, გოგო ცოტა გამოვშტერდი, რა ხდება, შოქში ვარ.
კი არ მეცნება, შოკში ვარ. რა არ გეტყობა არაფერ შოკში რო ხარ დროზე ჩაიცვი და წამოდი რომელი ხარ შენ? ბიუნისის ახალი მარკეტინგის ხელმძღვანელი თამაზა იდიოტები. ტენდე სანამ დაიძინებს ტენდები დაათვალიერე ხო გოგო ნაშრომი როგორ ხარ? გოგო აი ამ შამპანიური ჭიქით რო ხარ იმაში რა ქვია შარვალ კოსტუმში მაგით გამოგაჭენებთ როგორი ფოტო უნდებს просто რა უტან ნაზღაიძე შენ თუ მიწარდა გახანა შენ ნაზღაიძე არ არის დღეს ჩაწერას არ ესწრება არ ესწრება ნაზღაიძე ჩაწერას არა აი მაგვაი ბატონს ბაი მე გული ხმართ როგორ დამცხავ რა გინდა ჩემ დაბადების დღეზე მოსაყოლი და ხიხი ხახა გეკრებათ ყველას ერთად დაგაჯერთ ერთ ხარეს მე გული მაგცუდა არა გული თუ გაქვს ვამელისი გენაცვალე ერთი ტაბლეტი ვამელისი მიაყოლე და დაიძინე ტორეო კეთო ტორეო იყიდე ტორეო ისეთი ღამე გექნება აი ტორეო იყიდე კეთო დამიჯერე ისეთი ღამე კერა ღამეები გექნება პაკა გაკოცეთ ბევრი ამოვანათო ტორეოს გორდზე კეთოს ფოტო პაკა გადაცემა სარკასტიკაში დღეს გვყავდა თამო ვაშალომიძე ფანტასტიკური გადაცემა იყო. როგორც ყოველთვის. მგონია რომ ეს გადაცემა სასწაულად მხიარული იქნება და საინტერესო. მოკლედ მეგობრებო, გადაცემა სარკასტიკა დღეისთვის დასრულებულად გამოგვიცხადებია. თამოს უდიდესი მადლობა სტუმრობისათვის. ესე რო გეთამაშე იმ ფილმში იტალიურში, ინგლისურად საერთოდ არ მოგიწევდა ლაპარაკი. როგორი სამსახიობო ნიჭი გონია, ხო? გადაცემა სარკასტიკა გემშვიდობებად მომდევნო შაბათამდე.